შენ თვლი რომ შენი კომპრომენტირება შეუძლებელია და შანტაჟი? მე გეტყვი სამი თავარი რაღაცა რითიც შეუძლია დააკომპრომენტირონ. მე რაც ვიცი ზუსტად ეგ ვიცი რომ დამირეკეს მითხრეს რომ შენ რას იზავდი? ერთსა მე დამაცადა. არა ხო და მაინტერესებს. ისეთი დაფინანსების წყარო გაგიჩნდეს, სიტყვაზე ვიძახი, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გაქვს, რომ შეიძლება ბიზნეს ფულია. თუ ვინმეს უნდა მოვიდეს. ცხადად დავინახეთ, რაც გამაზა ოპოზიციამ გეთახმები. ამას ვამბობ ერთი წელია მე რომ ეს მინდა მე. აბა მაშინ რა შეერმეთახა? ამას ეს მინდა მე. ყველაზე უარესი სცენარი მოხდა 2025-ში. ქოცებთანაც ხო არ გაქვს რაღაც კულუარული საუბრები რომ რაღაცა გააკეთეთ. არ არსებობს სიტუაცია, სადაც კანონი შეიცვლება და რამენაირად უკეთესი გარემო იქნება. აი ეს შუა რა შეიძლება იყოს? ახალი შარლ მიშელი გვჭირდება? გინდა აქცია იყოს და გინდა სანქცია იყოს, აწუხებს ფიზიკურად. აი ხა ესე რომ დარჩეს. მომისმინე. შენ ხვალ არჩევნებში რო შეგეძლოს. გეტყვი. ბიზნეს ივანიშვილს მოუწიოს გაქცევა. მაგ პროცესში დადებითი წვლილი შეტანა შემიძლია. 100,000 ხმა შეუძლია მარტო თბილისში კაესე ჩაგიგდოს. თუ 25 არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ 28-ს რატო აქვს აზრი? პოლიტპატიმრები რო გამოვაგლეჯიოთ, საარჩევნო ცვლილებები რო გამოვაგლეჯიოთ და მე ბევრ ამაში ვეთანხმები. მე დებატების თემაში ვეთანხმები. და ხო გამოჩნდა რომ ამ დებატებს ისინი ვერ იგებენ. აი არსებობს რაღაც ისეთი თემები, რაც არ უნდა წახვიდეო რა. შენთვის თუ არსებობს ეგეთი თემები? ხო ეს არ არის მარტივი ამბავი რომ ეგ წინადადება თქვა. ტრივიალურად რო ვთქვა რა, აი რაღაც გაგეჩითა ვარიანტი ბიზნეს ივანიშვილთან რამდენიმე წუთიანი შეხვედრის. რას ეტყობ? მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ნიკა ობოლაძე. აგერ სტუდიაში ზის კიდე ბექა ყორშია და რამე გართულება თუ იყო გადაცემაში მაგის ბრალია, ჩვენ დავიწყოთ. გამარჯობა ნიკა, როგორ ხარ? კარგად, ხო როგორ ხარ? კარგად. ბევრი ვიფიქრე საიდან დამეწყო ხა შენთან საუბარი და მომზადებული ხარ უსმენ. არაფერი რაღაც იმას არ ვაპირებთ ინტრიგნობას, მეგონი შენ უფრო დაძაბული ხარ. ესე იგი, იცი რა რაზე მივიდა ჩვენ გულახდილი საუბრები რა. რაღაც გადაცემები როა მაგალითად არ მინდა მოვიყვანო არ ეწყინოთ იმას წამყვანებს რომ ვითომ გულახდილი საუბრები რო აქვს და შეცხადებები რო აქვს და შენელებული კადრები და ჩვენ მართლა გულახდილი საუბრები ხო და ხა ვილაპარაკოთ გულახდილად. ინდუს სერიალში რო ესე გავჩუმდეთ ხოლმე. მოკლედ, იცი რა მაინტერესებს, ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი რომ ახალგაზრდებში შენი ფიგურა არის ნაწილობრივ კონტროვერსული რა. ან კონტროვერსული კი არა, პერიოდები არის ხოლმე, როდესაც ილანძღები და მე რაღაცის გამო ილანძღები, უბრალოდ და მე პერიოდები არის ხოლმე რომ აი რაღაცა რა სწორად თქვა ნიკამ და მოკლედ აი იგივე დებატების თემა რო ავიღოთ რა, ანუ თავიდან რას ქვია მივიდა თან ისეთ თემასთან დაკავშირებით და შემდეგ ეს რო შევაფასოთ, მოდი ამ დებატების თემით დავიწყოთ რა. ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებ, შენი აზრი მაინტერესებს რაზე. რატომ შემოიტანა საერთოდ ეს დებატების თემა ქართულმა ოცნებამ იმ პირობებში რომ რამდენიმე წელი არავის არსად არ უსხდებოდნენ დებატებში და არ უნდათ რომ მის განსაკუთრებით მათ კონტროლება ტელევიზიებში რაღაც საწინააღმდეგო აზრი ყოფილიყო და ახლა რა მოხდა, ანუ რას აძლევს მათ ეს და რას გაძლევს შენ როგორც ახალგაზრდა ამ ეტაპზე უპარტიო პოლიტიკოს, ხო? შენი მიზანი რა იყო იქ მისვლის, ანუ რა პლუსები ქონდა, რა მინუსები ქონდა? აი ახლა ეგეთი მოგესალმებით რომ მოგვიყვე. მოგესალმებით. თუ გინდა ტიტრად დამაწერეთ ობოლაძე დემოკრატების გენერალური მდივანი. ეგრე იყოს თუ საჭიროა, თუ არა არ დამაწეროთ. ეს ნაწილობრივ ხუმრობთ, ხო, დავიწყოთ ოცნებამ შეწყვიტა ამ ქვეყანაში დებატები. ეგ ეგრეა ნამდვილად. მაგის მერე სადღაც 2020 წლიდან მახსოვს ყველა ვითხოვდით 5-6 წელი რომ იმედი გახსენი, მახსოვს საზმაო გახსენი და საზმაოს მარშიც კი იყო რომ გახსენით საზმაო და გვალაპარაკეთ და ასე შემდეგ. მაგრამ 1-5-6 წელი ყველა ითხოვდა რომ აი თქვენ ქოცები ელაპარაკებით თქვენ ამომრჩევალს და ჩაკეტეთ ეს სივრცე. გახსენით მოგვიშვით და განახებთ როგორ უნდა სინამდვილეში სიმართლის თქმა. ეგ ყველაფერი იყო დაკეტილი. ზუსტი დიაგნოზი ახლა მე ოცნებამ ეს რატო გახსნა?
სუსტი დიაგნოზი არ მაქვს. რაღაც ვერსია შეიძლება მქონდეს. ხო, ვერსიები გაინტერესებს. რაღაც ერჩეულ ადამიან კონკრეტულად არჩევს ადამიანებს, ვინც რაღაც ვერსია რადიკალურ ოპოზიციას არ ეპატიჟება ეს. მე მახსოვს ჩამოთვალეს რამდენიმე ათეული ადამიანი, ვინც არ მივიდა ჯამში. ეგ ერთი და ისე რომ ვიღაცებს არ ეპატიჟებენ, ეგეც ჩემი აზრით ფაქტი არის. მაგრამ მივლენ თუ არა, ესენიც ეგეც შეკითხვის ნიშანია. და ფორმატზეც რო ვთქვათ, რამდენად ის არის, რაც უნდა ჩემი აზრით ცუდი ფორმატია. ნუ რუსთავის ფორმატი გაცილებით უფრო უკეთესი იყო, იმიტომ რომ დრო იყო ესეთი გაზო. თითქოს მე ასე იმედზე მეტი ჩაჭრის საშუალება. არა, რუსთავის ფორმატში დრო მაინც განსაზღვრულია. იმედის ფორმატში არის რომ სინამდვილეში მთავრობის წარმომადგენელი კი არის 2 და შენ 3 ან 4, მაგრამ მათ ცოტა მეტი დრო აქვს, ანუ მთავრობის წარმომადგენელს უფრო შეგიძლია იქეთ არა რაღაც მხრივ რომ ჩაეჭრა რაღაც. იმედის ფორმატში, როდესაც მთავრობიდან ხო არის 2 წარმომადგენელი, იქიდან ერთი არის უფრო მთავარი რა, ესე მოდის ხოლმე. იმას აქვს მინიმუმ 3-4 ჯერ მეტი დრო, რომ ილაპარაკოს, ვიდრე შენ. კი, ეს გამოჩნდა შორის აი განათლებაზე ყობახიძე რო. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ისინი 2 არიან და შენ 3 ან 4, ანუ გამოდის რომ ერთ კაცს უფრო მეტი დრო აქვს, იმიტომ რომ ესე ნაწილდება, ხო, ფეფერსენ და მეორეა რომ იმ ორიდანაც ერთი მეც ლაპარაკობს, ერთი ნაკლებს და ის ერთი ვინც მეც ლაპარაკობს, იწყებს და ამთავრებს, ანუ ჯამში გასაგებია რომ მაინც მორგებულია. აი ეს თეორიები მაინტერესებს, გასაგებია რომ თეორია იქნება და შენ არ მიგიღია ეს გადაწყვეტილება და მაინც აი რა ვარიანტები შეიძლება იყოს რატო? ჩემი აზრით ამ ქვეყანაში პოლიტიკაში აი ქართულმა 2023-დან ბიძინა ივანიშვილმა შემოიტანა რაღაცნაირი ძალისმიერი პოლიტიკა რა შემოვიდა და თქვა რომ ეხლა მე თქვენ ყველას ხელს გადაგიწევთ რა ანუ მოგერევით არჩევნები ასე შემდეგ რაღაცები მათ შორის ამ ძალის ანუ ამ რაღაცნაირი უკან დაუხევლობის პოლიტიკის ნაწილი იყო თუნდაც აბა ომი გინდათ და ყველას დავაბრალებ რომ ომის მომხრეები არიან აბა ისა LGBT პროპაგანდა გინდათ და ასე შემდეგ რაღაცები ჩამოთვალა მათ შორის პირდაპირ არჩევნებზე სანამ გაიმარჯვებდა ტრამპი პირდაპირ თქვეს რომ თუ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს ეს გაცილებით უკეთესი იქნება ბიძინას სიტყვებია ეს პირდაპირ ანუ რის თქმა მინდა ცით ივანიშვილმა 2023 წელს რაღაც ფსონი დადო იმაზე რომ ტრამპი გაიმარჯვებდა და თქვა დადო იმაზე რომ აი ტრამპი რასაც ამბობს უკრაინაზე ყოველ შემთხვევაში მან ესე გაასახა დადო ფსონი რუსეთი გაიმარჯვებდა უკრაინაში კი მაგრამ ის ასე ხსნიდა რა რომ აი ნუ ესე ამბობდა რომ რასაც ტრამპი ამბობს უკრაინაზე შეიძლება მაგას არ ამბობს ტრამპი შეიძლება მაგრამ ესე ამბობდა მეც იმას ვამბობ რასაც ისინი ამბობენ LGBT პროპაგანდაზე მეც იმას ვამბობ რასაც ისინი ამბობენ ეკლესიაზე მეც იმას ვამბობ მოკლედ 2023 წელს არ იყო გადაწყვეტილი ამერიკა რა კუთხე საით წავიდოდა ამან დადო ფსონი და დადო ფსონი ბოლომდე ტრამპზე და რაღაცები ახლა უნდა ვთქვათ რომ უკრაინაში საქმე ისე არ წავიდა რომ არა რუსეთი გაიჭედა რუსეთისთვის ეს არის კატასტროფა მაგრამ ისე არ არის რომ უკრაინა რაღაცა ბოლომდე გადის და დეოკუპაციას ახდენს და აგერ 90 მილიარდი გაუჩერეს და პრობლემები არის ხო მაგრამ პრობლემები არის ახლა მოკლედ რის თქმა მინდა ივანიშვილი ჩემ აზრს ვამბობ რატო დაიწყეს დებატები ხო ახლა რის თქმა მინდა რომ ჩემი აზრით დაახლოებით 3 წლის წინ ივანიშვილმა რაღაცებზე ფსონი რომ დადო ეს ფსონი დადო მათ შორის ანუ მხოლოდ მან დადო ეს ფსონი თვითონ გადაწყვიტა რომ აი ესენი არის სწორი ჩემი აზრით არ ვიცი რამდენად ამაში მაგალითად იგივე ლილუაშვილი ან ღარიბაშვილი რო ამერიკასთან ესე დაპირისპირებაში შესულიყო ივანიშვილი რამდენად იზიარებდნენ ამას ჩემი აზრით მათ ერჩივნათ რომ ამერიკასთან დაპირისპირებაში არ ყოფილიყვნენ მათი ვიზიტები გვახსოვს ამერიკაში მათ შორის არის ვიზიტები არის რომ არ დაასანქციეს არის ეგრე რომ აი ერჩივნათ რაღაც ანუ ეს ბიჭები გასუქდნენ სხვა თემაზე ნუ გადავართ ეს ბიჭები გასუქდნენ ანუ ეს ბიზნესი ნამდვილად რა თქმა უნდა კონტროლი ამ ქვეყანაზე არ დაუკარგავს არასდროს მაგრამ ისე იყო რომ მიკრომენეჯმენტში არ ერეოდა და ვიღაცებისთვის მიბარებული ქონდა ქვეყანა, მაგრამ რა თქმა უნდა აკონტროლებდა. მე ამ ბიჭებმა ბევრი ფული იშოვეს, მოირგეს, დასავლეთში ნაცნობები გაიჩინეს და უნდათ ახლა მათ სანქციები, არ უნდათ. ამიტომ მე რასაც ვამბობ, ჩემ აზრს ვამბობ რა, ერთ-ერთ ვერსიას რა. ეგ ვერსია არის რომ ბიძინა ფსონი დადო ტრამპზე და მანამდე დადო ფსონი იმაზე რომ ამერიკასთან ურთიერთობებს გააფუჭებდა, თამასას აწევდა, მერე ტრამპი მოვიდოდა და მერე რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ ჯამში ეს არა LGBT პროპაგანდას, რაღაცა ოჯახური ტრადიციები, უკრაინა ვერ გაიმარჯვებს და რაღაც ეგეთი თემები რაც ქონდა მას, იგივე გამჭვირვალობის კანონი. არასამთავრობო ორგანიზაციები. მე ამბობ უკვე დებატებს. ეხლა რატო ვამბობ ამას? ამიტომ ჩემი აზრით ივანიშვილი თulis რომ მან წლების წინ, 3 წლის წინ თავარი საქმე გააკეთა. სწორი ფსონი დადო ძალა აჩვენა, ხალხი დალეწა, ცემა, რევოლუცია არ მოაწყობინა, სწორი ფსონი დადო მისი გადმოსახედიდან და ყველაფერი მოიგო. არა, ნუ გაიხედა, გამოიხედა და უყურებს თავის გუნდს და ხვდება რომ ამათ არგუმენტები
პრინციპში ალბათ უფრო ნაკლებადაა აქვს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მან ძალით თუ ფსონის დადებით მისი გადმოსახედიდან რაღაც მოიგო, ის ხვდება, რომ ამ ქვეყანაში მასობრივად ქართული, ანუ რა თქმა უნდა დიდი ნაწილი ჩემი აზრით მათ ხარდაჭერები ყავთ, მაგრამ მისი გუნდი უფრო ბალასტია. ანუ როგორც მინიმუმ ბიზნეს გარდა არავის არანაირი რეიტინგი არ აქვს. არა თუ რეიტინგი არ აქვს, ვერც ამტკიცებს სიმართლეს. ვერც ამტკიცებს, მოდი ესე ვთქვა, ბჭყალებში ივანიშვილის სიმართლეს. ცდილობ გამოკვდა, ანუ ცდილობს რომ ამათ რაღაცა რეიტინგი შეუქმნას. არა, რეიტინგი შეუქმნას არ არის, ჩემი აზრით უბრალოდ ანუ ჩემ აზრს ვამბობ, რომ უბრალოდ აინტერესებს ახლა ქვეყანაში, რა ვიცი, argume მე ხო სწორი ფსონები დავდე მისი გადმოსახედით. ჩემი აზრით არ დავდია სწორი ფსონები. და მისი გუნდი ამ დროს რას აკეთებს? ანუ ამან გარისკა თავისი ფულით, გარისკა თავისი სანქციებით, გარისკა ყველაფრით, გამოიყენა ძალა და მისი გუნდი უბრალოდ უნდა იყოს მათ თბილად. და ხო გამოჩნდა რომ ამ დებატებს ისინი ვერ იგებენ. ანუ ქართული ოცნება ამ დებატებს ვერ იგებს. იმას ხო არაკეთებს აი რომ თქვა რომ უნდა მოიგოს წესი გაიგე თუ მართლები არიან არა თუ მართლები არიან ხო მე ვამბობ ჩემი რასული მე მგონია რომ ეგრე არ არის თუ მართლები არიან თუ პოსტფაქტუმ რაღაცები მოიგეს ქვეყანაში ძალაუფლება აქვს დებატები ხო უნდა მოიგონ და ვერ იგებენ ხო ჩემი აზრით ბრაზდება კიდევაც ამ ყველაფერზე მაგრამ აი ესე არა რაღაცა ზემოდან კაცი იყურება და ამბობს რომ რავი თუ სწორი ფსონი დავდე მე თუ მოვიგეთ და ხელისუფლება შევინარჩუნოთ დებატებიც უნდა მოვიგოთ მაგრამ ჩემი აზრით ვერ იგებ ეგ არის მოდი ეგ დებატების მგონია რომ აი ეგეთ ფანტაზიაშია ბიძინა რომ აი იმ სიტუაციაში როცა იცის ვინ რას ჭამს სად არის კორუფცია სად რა გააკეთეს სად იპოპულისტეს იგივე რა ვიცი ჯანდაცვის სისტემაში იქნება საყოველთაო ჯანდაცვა თუ ნებისმიერი აი რაღაცა ინფრასტრუქტურულ პროექტებში თავის პრემიერ-მინისტრებს და მინისტრებს იჭერენ მაგ შემთხვევაში ხო იცის რომ ნების ფასებზე საკითხს წამოწევს წაგებული აქვს რა ვიცი ჯანდაცვაზე საკითხს წამოწევს წაგებული აქვს საგარეო ურთიერთობებზე წაგებული ყველგან თვითონაც ხო იცის ეგ ხო ფაქტია რომ აგებს მაგრამ მე აი სხვა და ვარიანტს გეტყვი და ამ ვარიანტზე მაინტერესებს შენი აზრი და აქ შემოდი შეკითხვა ხა შენ რეები ჩამოთვალე და შენ რეები ჩამოთვალე მაშინ რატო აკეთებს თუნდაც რატო აგრძელებს ან ასე შემდეგ ხო ნუ ხა შეიძლება ვთქვა რომ ხა ერთ თვეში ვერ გააჩერებენ დაწყებულ პროექტებს მაგრამ მაინც და ეს რატო გავრცელებული პოპულარული მოსაზრებაა რომ ამას აკეთებენ სიტუაციის ნორმალიზებისთვის. ეხლა ნორმალიზებაში რა დამაცადეგიო ნორმალიზებაში რა იგულისხმებაო რა ის ხალხი ვინც ამ თეორიას ემხრობა უფრო ასეთ რამეს ფიქრობს რომ ну ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მკვეთრი დაჭიმულობა რაღაცა მამასის სკლად გადაკიდებული ორი მხარე რასაც ალბათ პირველ რიგში ხოცემა შეუწყვეს ხელი და ანუ ეხლა ცდილობს რომ ეს მათ შორის ლეგიტიმაციის პრობლემა რომელსაც რაღაც ტიპის პრობლემად რო აღიქვავენ ეხლა ხოცები მათი ქმედებებიდან ჩანს ხო ვინც არ გვაღიარებს კანონის შემოღებაზე რო ფიქრობენ და ასე შემდეგ და განცხადებებიდანაც რო ჩანს რომ აი შემოსულიყვნენ პარლამენტში და არ აკრძალავდით და ასე შემდეგ ანუ ამ ლეგიტიმაციის კრიზისის რომელიც არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემა, მაგრამ პრობლემა რო არის მათთვის ჩანს. აი ამის კომპენსირებას ხო არ ცდილობენ, რომ ამით რომ ან გვისხედან ვიღაცები გველაპარაკებიან და ვინც არ გვიждდება, რა ვიცი, ან ასაც ჩვენ არ ვიცით. ანუ ეხავთ მოკლედ პოლიტიკური ცხოვრებიდან ცდილობენ უფრო რადიკალური და შეუგუებელი ოპოზიციის მოტეხვასო. აი ეს ვარიანტი. აი სამჯერ მე პირადად სამჯერ ვიყავი დებატზე. არ მგონია რომ როდესმე არარადიკალური ვიყავი ან დებატი წავაგე ან რაღაცა ის არ ვიყავი, მკვეთრი არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ რა პირველადაც ეგრე იყო მეორეჯერაც შეეძლოთ არ დაეძახებინათ, მაგრამ დამიძახეს. ხო, კი, უცნაურია და ბოლომდე გაურკვეველია ხო ალბათ. ანუ რაში აწყობთ დებატები, რომელსაც აგებენ. ჩემი აზრით, ერთადერთი რამის გამო შეიძლება აწყობდეთ. ფიქრობენ, რომ უნდა მოიგონ და იმუშაონ და მოიგებენ. ეგ შეიძლება იყოს ერთადერთი გათვლა. აი კიდე თუ პატარა რაღაცა. ანუ მე ის რომ იმაზე გააკეთა ბიძინამ გათვლა, რომ დებატები გააკეთოს და მე დებატებში ვიღაცამ კითხოს მის პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილი კორუმპირებულია თუ არა და ამან ვერ უპასუხოს და ანუ ზოგადად წააგონ დებატები ამ გათვლით თუ გააკეთეს დებატები ამას ვერ ვუშვებ. მე მგონია რომ ისინი უშვებენ რომ დებატების მოგება შეუძლიათ, მაგრამ ჩემი აზრით ვერ იკეთებენ. კარგი, ეხლა შენ ამას უყურებ საშუალო სტატისტიკურზე უფრო მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ადამიანის გადმოსახედით. შეიძლება. ეხლა ნახე რა ხდება. ასე ეხლა ჩემას ვიტყვი, ხა ხო თეორია ვთქვი. ამ პოლარიზაციამ, რაც თქვენ საზოგადოებაშია და რასაც ხელი შეუწყო ქართულ მოსდებამ, უნდა აუხსნათ თანატო, რატო შეუწყო. როცა აშკარად ბოლო 2 წლის მოვლენების შემდეგ მათი რეიტინგი ეცემოდა, არჩევნების შემდეგ და მერე რაც მოხდა, ეხლა გასაგები აღარ ავხსნი, ამათ ცადეს მაქსიმალური რადიკალიზაცია, რომ ვინც ყავს დარჩეს აქეთ, გაბრაზდეს იმათზე
მაქსიმალურად ისინი მაინც გაბრაზებული იმათგან ჩვენგან არავინ არ გადმოვააქეთ და ეს რაღაცა სტატუს კვო შევინარჩუნოთ. ეს სტატუს კვო დღეს ამ თავისი პროპაგანდით პირველ რიგში და манипуляციური ხერხებით და ადმინისტრაციულ რესურსზე და იმაზე აღარ ვიტყვი ხა რამდენი ადამიანი ყავთ შესმული სახელმწიფო დაფინანსებაზე. იმდენად ეს ყავთ თავისი მოქალაქე, თავისი მხარდამჭერები დაჭერილი, რომ აი ჩვენ ხა რასაც უყურებთ ესე რომ ვაფასებთ რომ აი დებატები მოვიგე, კაი არგუმენტი უთხარი, იმან ვერ გიპასუხა, იმას გაექცა და ასე შემდეგ. იმათი მომხრისთვის იმას ამოჭრიან მე რომ იმან ცოტნე კობერიძეს რაღაცა რა ამოჭრეს რა მაგალითი მინდა მოვიყვანო რა ქვია იმ ტიპს ძველი ბიჭია თუ ის რო ვერ გაიგე პოლიტიკოსი ის მაჭარაში ხო არის კარგად გამიგეო რა ანუ შენი არ მაინტერესებს და ეს ამოჭრეს იმიტომ რომ იმათ მომხმარებს ეს ხარდამჭერს ეს მოიწონება რომ ეს როგორ ეუნება შენი აზრი არ მაინტერესებს ბიჭო აი ეს ანუ წარმოიდგინე და მაჭარიანს მინდა კიდე ერთხელ გავახსენო აქ აი ეგ იყო შეიძლება რა შენ რასაც ეძახი რომ მე დებატები მოვიგეო ეგ შეიძლება გავიგოთ გარკვეულმა ხალხმა ანუ შენ ამბობ ხა ესეთ რამეს რომ აქვს თუ არა აზრი საერთოდ დებატების მოგებას ან შენი გაგებით მოგებას ან სიმართლის თქმას თუნდაც იმ რაღაცა არხებზე რომელსაც კოცები უყურებენ ეგა არა მთავარი შეკითხვა მე მგონია რომ აქვს აზრი სხვა შემთხვევაში მაშინ არც არაფერს არ აქვს ამ ქვეყანაში აზრი არც არჩევნებს არც ტევ პირველზე სიარულს და იქ ხელისუფლების კრიტიკას მით უმეტეს არა გეთანხმები რომ აქვს აზრი დებატების აი ესეთი მომენტი გავხსენოთ ბიძინა ივანიშვილმა ბოლო მე დებატების მოწინააღმდეგე არ ვარ ხო და აი მაგ დებატებზე ბოლო ინტერვიუ რაც მიცა მაგდან კაშხულთან იყო მე მგონი თუ რაღაც არჩევნების წინ იყო ამათ დაუღლიო ისევ ასეო და მე ოპოზიციაზეც ლაპარაკობდა რომ მე საკუთარმა თავმაც დამღალავო ხო და მალე გამო ანუ შეგიქმნითო თუ რაღაცა მოკლედ მოგიხერხებთო რაღაც კარგ ოპოზიციასო და მეცო რაღაცნაირად გავიწევიო და ყველა გეგმა შეასრულა და ეხლა რასაც უყურებ მარტო ეგ დარჩა. ყველა ხო არა, ყველა დაპირება ეგ რაც იყო, რაც დაგვირდა, შეგვისრულა, დაგვლეცა, დაგვიჭირა, ყველაფერი გვიქნა. დარჩა ეგ რომ რაღაცა ოპოზიცია, მისი გაგებით კარგი ოპოზიცია უნდა წამოიჩიტოს. და აი ხა რასაც თორნიკე ამბობდა, ეხლა რადიკალიზირებულ კონცეფტს შენ რაც არ უნდა უთხრა, იქიდან რაღაც ნაწილი აი ღარიბაშვილი ვისაც მოწონდა, ისინი ცოტა უკვე აღარ არიან ისეთი კონცეფტები, ისე ყველას არავინ აღარ მოწონთ. და არის კიდე რაღაცა შუაში მყოფი ადამიანები, რომლებიც რაღაცა არჩევანს ეძებენ, არც ძალიან რადიკალიზმი უნდათ კოცების საპირისპიროდ და რაღაცა სადღაც 30%, 35% ეგეთი ადამიანი ყავს ამ ქვეყანაში. აი იმათ დასანახავად ხო არ აწყობს მაგ შოუს, რომ რაღაცნაირად მე აი ამ კონკრეტული ამოგლეჯილი ცალ-ცალკე ტიპებისგან, ვინც მაგის გადმოსახედიდან შეიძლება მისაღები იყოს მისთვის, რაღაცნაირად ისე მოკნას, რომ შეკრას პოლიტიკური ძალა, რომელსაც ოპოზიციად გაყიდის. აი ანუ თვითონ რო შექმნას? ხო. ანუ პირობითად არა, შეიძლება ფიქრობდეს. სიტყვაზე ვიძახი, აი ხა შენ როგორც ამოგგენებელი პოლიტიკოსი, შენ სოტნეს, ჩელეც, ბადრიც, ხო, აი ვინც არიან ცალკე ხო, საბაც. ისეთი დაფინანსების წყარო გაგიჩნდეს, სიტყვაზე ვიძახი, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გაქვს, რომ შეიძლება ბიზნეს ფულია. გაჩნდეს. წარმოდგენაც კი არ გაქვს. თუ ვინმეს უნდა მოვიდეს. გავიგე და მე რაღაც მომენტში რა, ანუ როგორ აი გიპასუხო მაგაზე. ანუ საბოლოო ჯამში რა არის? ანუ მე ჩემი ვერსია გითხარით, ჩემი აზრით, რატო გააკეთა, ანუ ეს ვერსიებზე ვსაუბრობ. ხო, ვერსია გითხარით. რაც შეეხება დანარჩენს. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში დებატებს აქვს აზრი და როცა ლაპარაკობ ისეთ მედიაში, სადაც რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება და ელაპარაკები იმ ხალხს, ვინც ძირითადად ხელისუფლებას აძლევს ხმას და ამ დროს ეუბნების სიმართლეს და ეუბნები ჩემი აზრით ეფექტურად სიმართლეს, ეგ ქართულ ოცნებაზე კარგად არ მოქმედებს. იმის იქით ეხა მე თუ მეკითხებით პირაპირობითად მე შეიძლება ამით რომ დებატებში მივედი ან ცნობადობა გამეზარდოს თუ არა ან რაღაცა წონა შემემატოს თუ არა რავი თუ კარგი პერფორმანსი იქნება და თუ მომზადებული ვიქნები კი ისევე როგორც სხვა ტელევიზიებშიც რომ მივიდე ტელე პირველზე იქნება თუ სხვაგან კი რაც ვიცი არის რომ შესაძლებლობა თუ გამიჩნდება რომ სიმართლე ვთქვა ტელე პირველზე იქნება თუ იმედზე იქნება სათქმელი ვიტყვი რაც ვიცი არის ის რომ რაღაცა ბიზნესმენები ოღონდ ივანიშვილი არის ზოგადად ვინმე თუ გამოჩნდა და თქვა რომ აი გვინდა რომ დაგაფინანსოთ და მოგწონს და რაღაცა პირობების გარეშე და იმის გარეშე რომ რაღაც მე რასაც გეტყვის გააკეთე არა ხო გასაგებია რაღაც გეტყვი საერთოდ არაფერს არ გეტყვი და რაღაცა და ის თulis რომ ჩემი ხედვა არის სწორი ხო შეიძლება დალაპარაკება და ასე შემდეგ იმის იქით ეხა ეგრე არსებობს გეტყვი ეგრე არსებობს ანუ იმის იქით შეიძლება მას აწყობდეს რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია, იმიტომ რომ არ გადაიბიროს შუაშისტები, პირობითად ვამბობ და მარტო აწყობდეს ის, რომ ეგეთი ლოგიკაც არსებობს, რომ რადიკალები დააფინანსოს თეორიულად, რომ იმიტომ რომ შუაში ვინც არის, მათ შეეშინდეს და ყველა ბიზნესკენ წავიდეს და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი არის სპეკულაციები. მე რაც ვიცი ზუსტად, ეგ ვიცი რომ დამირეკეს
მითხრეს რომ დებატები გაქვს, მოდი, მივედი, არაფერს არ მომერი და ვიდებატე, წამოვედი, მე მგონია რომ რაღაც საქმე გავაკეთე. შენ როგორ რო დაჭირდეს ბიზნესს და სუს, სიტყვაზე ვიზახი. ცოტა მე იქითკენ გადავა. კაი შენზე არ კითხავ, აი შესაძლებელი არის თუ არა, თუ ყველასი არა, აი კრიტიკული უმრავლესობის, ან 95% და მეტი ადამიანების რაიმე სახით კომპრომენტირება და შანტაჟი. იმედი მაქვს რომ არა, ანუ იმედი მაქვს რომ არა, 95% ძალიან ბევრია. ყველას გულისხმობ, პოლიტიკაში ვინც არის ყველას გულისხმობ, დაწყებული ყველაზე რადიკალურად განწყობილი პარტიიდან დამთავრებული. არა, მე გეუბნები აი ესეთი ადამიანები. არა, ისეთი ადამიანები, ვის აი მე ხა ყველაზე შეიძლება რაღაც არსებობს. ნახე მივდივარ ისევ რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდში, სიტყვაზე, რომელიც არ არის ხამს ქართული ოცნება, შექმნას რაღაც ახალი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შეიძლება ვიღაც სხვა ბიზნესმენებს ირიბათ თავისი ფული ან რაღაც ფული ჩაასხმევინოს და რაღაც მომენტში ნახე არის სიტყვაზე პარლამენტში. მისი ფული თუ ჩაასხა, მე კომპრომატი თუ აქვს და რაღაცა თუ აქვს და მისი პროექტი გააკეთა, რა ვიცი, ხო ეგრე შევაჯამებ ხა რაც აი შენ რატო უარე შორიდან აი ესე ვიტყვი შენ თვლი რომ შენი კომპრომენტირება შეუძლებელია და შანტაჟი სუსტი წერტილები გააქვს სუსტი წერტილები ანუ რომ კონდეს აქ არ ვისაუბრებდი, მაგრამ ზოგადად ადამიანებს რაღაც წერტილები აქვს, რაც შეიძლება არ უნდოდეთ. სამი მე ვიცი ბიჭო. ხო და ისა შეიძლება არ უნდოდეთ, მაგრამ რავი, რა იცი. რატო გეუბნები მაგას, იცი? წარმოიდგინე ხა. ხო და იქ რადიკალურ ოპოზიციას ვისაც ეძახის, იქ რისი დაბრალება შეიძლებოდა, რითი დისკრედიტაცია შეიძლებოდა. ანუ სუსტები არიან უკვე? ყველაფერი უკვე დახარჯულია. ანუ უკვე სუსტები არიან? სუსტები კი არა, მაგ მხრივ ძლიერები არიან, ანუ მათ ვიღარაფრით ვეღარ დააზიანებ იმიჯურად. ანუ უკვე დაზიანებულები არიან. ანუ კოცების თვალში და ოდნავ კოცების თვალში. ანუ შენ სიტყვაზე აი გამოჩდი ახალი სახე, შენ და კიდე სხვა დანარჩენი. შეიქმნა რაღაც ახალი პოლიტიკა. ანუ კლავს სხვა რაღაცა ვავითარებ სცენას ბიზნესს. შეიძლება თუ არა რომ ბიზნესს შეუქმნა ოპოზიცია. გავი, მოიცეცენ. შეიძლება თუ არა რომ ბიზნესს თუ შეუქმენი პრობლემა შენს წინააღმდეგ იმუშაოს, მაგას აკეთებს 12 წელი. ბიზნეს ნახე, ბიზნეს პრობლემა სად არის? მოდი მაგას. შენ თუ ქართულ ოცნებას შეუქმნი პრობლემას. და მაგაზე რა ნაცნობასაც მაძახებენ, რაღაცა მის რა შარვლის ჩახტაო, გირჩიო, ყველაფერს მაძახებენ, ეგრე ბიბლიურ თავისუფლებასაც და ასე შემდეგ და იმ დებატებზეც მაძახებენ და სუსტი წერტილები შეგიძლია უყურე იმ დებატებს და მე გეტყვი სამი თავარი რაღაცა რითიც შეუძლია დააკომპრომენტირონ აუვალად. აქ დაძაბული მუსიკა. სარწმუნოებას ებრძოდა თუ ებრძოდი. ნარკომანების პარტიაში იყო და გეთქვა და სამივე ეგეთი ქალები ევასება ძალიან, ოღონდ ეგ არ გამოდგება ხოცური პროპაგანდა. გირჩიო, გეთქვა და ეგ არის. არა, გეთქვა გირჩი იყო, ხათ მებრძოლობა, ნარკომანია და ქალები. ხო, ქალები რა შეუულია მოგიგზავნოს. არა, კარგია, კაცები რო არა. დაგაბრალოს მე ხალზე ძალადობა, გამოგიძიოს საქმე შემოგიძოს თარო. არა, იმას კი არ გეუბნები რომ შენი ძალადები. კაი, ეს ყველაფერი შეიძლება. ხუმრობის გადახვევა იყო, ანუ მოკლედ გიორგი როგორც მე აღვიქვი ხშირ რას ამბობდა, რომ მოკეთ რაღაცნაირად რომ დაგეხმაროს იმაში რომ შენ რაღაც კაპიტალი დააგრო, რეიტინგი დავარქვა თუ პარტიული სტრუქტურა. შემდეგ და მე რაღაცა ტიპით რა თუნდა კაცო კომპრომეტირება ბოკუჩავას ქმარი წაიყვანეს რაღაცა ისე იძალადებს ფეხებით აკიდეს ბოდიში ვიდეო ჩააწერინეს. შეხედე რას ამბობ ხა შენ, გავიგე რა. შეხედე რას ამბობ. ეს იყო ხო შენი ლოგიკა? შენ რას მე გეუნები რომ შენ რასაც ამბობ, რომ ივანიშვილს შეუძლია რომ შენზე ადამიანებზე კომპრომეტირება და მე მათზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, მე გეუბნები რომ მაგას აკეთებს 12 და 13 წელი. ზოგზე გადის, ზოგზე არ გადის. ეგრე დავასრულე. ახლა მეც ჩამოვაყალიბებ ას, ხო? ეგრე აკეთებდა მაგას ყველაზე უფრო რადიკალურად განწყობილ, საჯაროდ რადიკალურად განწყობილ ადამიანებზეც. მე ანუ და იმის თქვა მინდა რომ ის რომ ამას გაკეთება არ მოერიდება, ფაქტია, მაგრამ ის რომ შეიძლება მომავალში ივანიშვილმა რაღაცა ცადოს, ამის გამო არ ვცადო მე პოლიტიკაში. არა, როგორ არა ცადო. ეგ არის არა, დანარჩენი მეორე ვერსია მაქვს კიდე. აი მაგალითად ჩენს და კიდე ანუ არის ხალხი ვინც თulis რომ მე ამის შევაჯამე თორე მე დებატებზე შევხარეს ვარ და ამ ამბავს 20-24-ში პარლამენტში უნდა შესულიყო ოპოზიცია. მაგრამ ჩენს ესე ფიქრობ. ხო, ხო ეგრეა. გავიგე, ხო, კითხვა დასვი და გიპასუხე. ანუ ეგრე ფიქრობ? თუ არ ფიქრობ, აღარ აქვს აზრი იმ კითხვას. არა, კითხვას აქვს აზრი. ისიც ხედავს იმას, რომ პოტენციურად წაგების შემთხვევაშიც, ხო, აი ესეთივე წაგების რაც იყო 20-24-ში, აი მაგალითად აიღე 50 მანდატი. რაღაც ოპოზიციურ ნაწილში. კონცემმა წაიღეს რაღაც რამდენი არის 100 მანდატი და 50 მანდატი დაგჭა აქ ან 60. გავიგე.
აი ისეთ ხალხს ჩალიჩობს, რომ ეს 60 კაცი იქ შეყვეს და ეს ლეგიტიმაციის პრობლემა რაც ახლა უდგას, ერთპარტიული პარლამენტი და ასე შემდეგ აღარ კონდეს, რა. ანუ ისეთი, იაგოზე, რატომ აი იქ მე მაგაზე გადავიდა იაგოზე. ანუ ისეთი ოპოზიცია უნდა, რომელიც გაყალბებულ არჩევნების შემთხვევაში სხვას არ ამოიღებს და ოღონდ პარლამენტში შევიდეო. და პოლიტიკურ ბრძოლის ველად და შეიძლება ეგონოს, რომ ეგეთი არის იაგო ნიკაობლაძე და ასე შემდეგ. აი განხარიები არის ეს, ხედავთ რამე რა ხდება ამ პარლამენტში, ანუ რა ვიცი, ვიდეოებსაც კი 1000-ში ერთხელ დებენ და ისიც უკვე გავიგე რა. მაგაზე პასუხი რა არის? მე არ ვთვლი, რომ 2024 წელს ოპოზიციამ ისე იმუშავა, ისეთი კამპანია ქონდა და ყველაფერი ისე იყო, რომ არჩევნები მოიგო. კი, მაგაში გეთ მე ესე ვთვლი. ეხლა მე გეტყვით რას ვთვლი. თუ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო, მაშინ ის იყო იდეალური ჩვენივრად კონფიგურაცია. 4 პარტია იყო, ვინც გადალახა, არჩევნები მოუგიათ. კარგია, შესაბამისად მე არ მესმის რატო გაერთიანდნენ, ისევ 4-ად უნდა ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ არჩევნები მოიგეს და უბრალოდ ტაბლოზე დაიწერა ციფრები, ხო? გავიგე. ამის მერე მაშინ თუ არჩევნები მაშინ მოვიგეთ. ანუ ეხლა ხო აღარა აქვს არაფერი არჩევნებს აზრი. ანუ 2025 ხო იყო რუსული სპეცოპერაცია და არჩევნებს აზრი აღარა აქვს. თუ 2024-ში ოპოზიციამ არჩევნები მოიგო და არჩევნები უბრალოდ ტაბლოდან გაქრა, ანუ ტაბლოზე სხვა რამე უნდა ყოფილიყო და სხვა რამე დაიწერა, ოღონდ არაკანონიერი მეთოდებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მუშაობ. მაშინ გამოდის 2025-ში სხვა არჩევნებს აზრი არ ქონია. და მაშინ ხო გამოდის 2028-შიც არა აქვს აზრი. ისეთ არჩევნებს არა? ხო, არჩევნებს ისეც რა, როცა ივანიშვილია, როცა სუსი ყავს, როცა ფული აქვს და აი, როგორც მინიმუმ როცა ის რეგულაციებია მიღებული, რაც არჩევნების მერე მიიღეს. ივანიშვილი როგორ იგებს არჩევნებს? ცესკოს თავმჯდომარე არ აყალბებს არჩევნებს. საბოლოო ჯამში ივანიშვილს აქვს კაპიტალი, აქვს ტელევიზიები, შეუძლია პროპაგანდა, ყავს ადმინისტრაციული რესურსი, რა, აქვს ფული და შეუძლია Excel-ის ფაილი გახსნას, იმუშაოს, ფული დაარიგოს, რაღაცები გააკეთოს და ეს აღიქვი რომ ამაზე იყო საუბარი, როცა კომუნიკაციის აპარატი რატო არ გაგვიხსნა? მე მოიცადე, ხო და გევტყვი, ხო და მივა მერე და მუშაობის შედეგად დაიწეროს ისა. და არა უბრალოდ რომ აი X-ი არის და Y-ი დაიწერა. ეცა დავასრულე. მილიონ 120.000 უნიკალური ადამიანი მიიყვანა საარჩევნო უბნებთან ამას. ეს ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ვამბობ რომ ზუსტად მაგას ვამბობ რომ დააორგანიზა და მიიყვანა ჩემი აზრით იმდენი რომ ოპოზიციამ ჩემი აზრით მეტი, მაგრამ თუ ეს არ არის სამსამი პირადობით არ მისულა. თუ არა მე ვამბობ რომ მე რა თქმა უნდა იყო გაყალბებაც, მაგრამ გააჩნია მასშტაბს, ხო? მანამდეც იყო გაყალბება ყველა წინა არჩევნებზე. საქართველოში გაუყალბებელი არჩევნები არ მაქვს. მან მოყვება. ახლა ჩემი ქონდა ამ კამპანიაში. გავიგე და მე ხო და მე 54 დაიწერა და რამდენი აიღო რეალურად და როგორ იმუშავა და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი დეტანუ გას მე მგონია რომ ოპოზიცია შეიძლება ვენდობით. ნუ მე ნაკლებად ვენდობ. საერთოდ არ ვენდობ. ნუ ნაკლებად ვენდობ. არც ეგრეთ ყოლებს? ხო და ნაკლებად ვენდობ. მართლა გეუბნებით. ანუ ეხლა რის თქმა მინდა ამით. თუ ეგ ეგრე არის არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ უნდა მივაწვეთ ბოლომდეს. ანუ ბოლომდე რაც არის, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი უნდა გაიქცეს, მარტო უნდა ველაპარაკოთ, გადმოგვაბაროს ძალაუფლება, სხვა არაფერზე არ უნდა ველაპარაკოთ და მორჩა, ანუ არც არჩევნებში აღარ უნდა შევიდეთ 2028-ში და არაფერი. მე რასაც უყურებ, ეხლა თუნდაც ის ხრიანი აწვება უკვე შუაშის. ანუ ამბობს, რომ ივანიშვილი დარჩება, მე ესე მოვისმინე მაგალითად რომ იქ შეიძლება ივანიშვილი დარჩეს არა ცხრიანზე ვამბობ ხოლმე შემთხვევაში მომისმინე მე 9 ნომერი გავიგე ხო რომ აი ივანიშვილი შეიძლება დარჩეს და არ გაიქცევა არსად რომ სუსი ყავდეს რომ პოლიცია ყავდეს რომ რაღაცა მაგრამ ნუ იქ ცოტა პატიმრებს თუ გამოუშვებს იქ თუ კანონებს შეცვლის რაღაცა მომისმენია ესეთი რაღაცა შეიძლება არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა ანუ რის გამო ეს არის ორი გზა არა უნდა დავასრულოთ არის ორი გზა თუ ივანიშვილი ანუ თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკას აზრი არ აქვს არანაირად. აღარც მაშინ მართლა არც დებატს აქვს აზრი. არც არჩევნებს აქვს 2028-ში აზრი. მაშინ ეხლავე ის რო არ მოხდეს 2025-ში რაც მოხდა, დელო და გახარიო შევიდა. უკვე უნდა დაიწყოს ბოიკოტის კამპანია 2028-ის თუ შემდეგი არჩევნების სანამ ივანიშვილი არ გაიქცევა ან არ დაყრის ფარხმალს. არ შევალთ არავინ არჩევნებზე. თუ ეს კამპანია იწყება და ყველას ეს უნდა, მეც მანდვარ მაშინ. მაგრამ მე ვამბობ რომ ეს არ იქნება. მე რასაც ხედავ არის ის რომ ყველა გავა არჩევნებზე. ოპოზიცია ყველა არც ერთი პარტია არ იქნება, ვინც არ გავა არჩევნებზე და ეცამ დავასრულე. დიდი ხანი არ გაგაცნობენ. მოიცადეთ, ანუ ეხლა რა ხდება? თუ წინა არჩევნებს აზრი არ ქონდა 2024-ში. თუ 2025-ს არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ 2028-ს რატო აქვს აზრი? ხო და ამბავი ის არის, რომ ჩემი აზრით წინა არჩევნებსაც ქონდა აზრი და შეგვეძლო უკეთესად
წარმოუჩენელი გავიგე და მაშინ არც შემდეგს არა აქვს აზრი და მაშინ გამოვაცხადოთ ის რომ ბოიკოტი გამოცხადებულ 9 პარტიას არა აქ ეგრე გამოცხადებულ აი თუ გინდა ჩავიხედოთ მაგათი მაში რა ქვია წავიკითხოთ ახლა აქ ლაპარაკი არის შენი აზრით 9 პარტიას გამოცხადებული აქვს რომ კონკრეტულ პირობებზე ეცამეთ თუ ივანიშვილი არ გაიქცა და ძალაუფლება არ გადმოგვაბარა თუ ივანიშვილი დარჩა და თუ არ გაიქცა ჩვენ არჩევნებში არ შევალთო? ეს შენაყენები ხა გაიქცა ან არჩევნები ესე არ დგას ხო საკითხი? როგორ არ დგას შენაყენები კონკრეტული რეგულაციების ან რომელსაც საკანონმდებლო ცვლილებებიც შეიძლება არ დაჭირდეს რაღაცები არის რაც გვილაპარაკია თენგოსთანაც გვილაპარაკია და ზოგადად ეს ჩარჩო ვიცი მანდ არ არის ლაპარაკი რომ ან უნდა ბიძინა გაიქცეს და ჩვენ ჩავატაროთ არჩევნები და ეგეც შევდივართ შეიძლება ბიძინას პირობებში რაღაც კონკრეტული დათქმებით ისე რომ ჭერი დააპატარაო გაყალბების ხო მე არ გონია რომ ეგ არსებობს ან შეხედა ის რეგულაციები ხო პასუხობ მაშინ არა კი მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეგულაციები რაც არჩევნების მერე რომ მიიღეს ანუ ის არის თავარი კატასტროფა კიდე იმის მერე გავიგე მართალი ხარ აბსოლუტურად მართალი ხარ ეს ხო ნახე რა მინდა გიტყვი ეს ხო პოლიტიკური პროცესის ნაწილია რომ ოპოზიცია ითხოვდეს რაღაც უკეთეს პირობებს მათქმევია და გეტყვი შეხედე შენც კი ამბობ რომ 2024-ში არჩევნები რო ჩატარდაო მის მერე გაუარეს და კიდეო იდეო ისიც უკან წასაღები აქვს მართალი ხარ გეთანხმები მაგრამ 2024-ში ამ გაუარესების გარეშეც თუ უბრალოდ ტაბლოზე იწერებოდა შედეგი და არჩევნებს აზრი არ ქონდა ეხლაც ხო არა აქვს არანაირი აზრი და უბრალოდ ტაბლოზე არ დაწერია ხო და ესე ამბობდა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი და მაგას ვამბობ რომ თუ შენ საქმეს ესე აყენებ რომ კანონში რაღაცა ცვლილება შევა და იქ გაყალბების ჭერი დაიწევს ეგ არ არსებობს იმიტომ არ არსებობს რომ ივანიშვილი იმათ კი არ აყალბებს კანონში რა წერია და ასე შემდეგ ივანიშვილს რო აქვს ძალაუფლება ივანიშვილს რო აქვს ადმინისტრაციული რესურსი ივანიშვილს რო აქვს ფული ივანიშვილს რო აქვს ის რომ კოლცენტრი ოღონდ ლეგალურ კოლცენტრზე რომ გადაურეკოს და უთხრას რომ თქვენ ახლა წამოდით და ხმა მიეცით ეს რო აქვს და აქ ტელევიზიები სადაც შეუძლია რომ პროპაგანდა აწარმოოს და ჯამში კლიმატს ქმნის და მათ შორის შემეცით ძალიან დააშინა ხალხი და ეფექტური პროპაგანდა ქონდა ომთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ოპოზიცია რო არის სუსტი ძალიან მოწყვლადი და როგორც თქვენ ამბობთ მათ შორის დისკრედიტირებული ნაწილი ჯამში დიდ სურათში იგებს ამიტომ მე იმის თქმა მინდა რომ არ არსებობს სიტუაცია სადაც კანონი შეიცვლება და რამენაირად უკეთესი გარემო იქნება არ უნდა დავასრულო ახლა ვიდრე 2024-ში იყო იმის მერე ბევრად უარესი სიტუაცია მარტივ მაგალითს გეტყვი რა არჩევნების აზრი ისა ნდობა 2024-შიო 2 წელია ოპოზიციას და ჩვენ გვაქვს ესე იგი პროპაგანდა რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს და უცებ გამოვიდეთ და ვთქვათ რომ ხალხო მე-4 კანონის მე-5 მუხლში რაღაც შეიცვალა და 2 წელი გეუბნებოდით რომ არჩევნებს აზრი არ აქვს ეხლა აქვს და გამოდით და მოდით ეგრე ხო შენი არჩევნებს აღარ გამოყვება არა მოიცავ ეგ ეხლა ძალიან გაპუსწიაკება არა ეხლა ისი შენ ამბობ შენ ამბობ ისი არა ხო და ეგ იცი რას ამბობ 2024-ში უბრალოდ ბიძინამ წააგო არჩევნები აი წააგო ბოლომდე და აი რაღაცა მე გააუარესა სიტუაცია ეხლა ოდნავ კანონში რაღაცა შევაცვლიო ოდნავ არა მოდი დავითვალო ფული უნდა დარჩეს სუსი უნდა დარჩეს და მოიგებ ეგრე იყო 24 მოდი დავითვალოთ მარტივად ერთი წამი ერთ საარჩევნო უბანზე არ გაწყვეტინებთ ხო ხედავ სტილო ბევრად ხებს ბევრად მეცვალ წყვეტინებთ რაღაცა მაინტერესებს მაინტერესებს შენგან აი შენ რო იყო ბიძინა და გააკ წარმოიდგინე პირადი ნომრები გიზის ტიპი ვერიფიკაციის აპარატთან, რომელსაც კონტროლი არ აქვს არაბისგან საერთოდ. რამდენ შენი აზრით რა გამტარიანობა აქვს საქართველოში ყველა საარჩევნო უბანზე? ეგ მე რო გაუარესეს მათ შორის ისა. არა, 2024-ში უკვე გააკეთეს. დავითვალე მარტო თბილისის პირობებში, თუ მაგდენი პირადი ნომერი გაქვს, რამდენი საარჩევნო უბანია და რამდენი რეგისტრატორიც არის, ნახევარზე რო გაყო, ნახევართან მიდიოდეს ბიძინას ხალხი და ნახევართან ვინც მიდის. რაღაც დაშვები გავიგე რასაც. 100,000 ხმა შეუულია მარტო თბილისში, აი ესე ჩაგიგდოს. იმის მიღმა, ანახე, სუსის დაშინების, მოსყიდვის, სოციალური დახმარებების და ჯანდაბების და ისაც აქამდე ხდებოდა და სულ ეგრე ტარდებოდა მაგის ზევით კიდე მარტო თბილისში შეუძლია რომ 100,000 ხმა ჩაგიგდოს ისე რომ ვერც კი გაიგებ. კაი, გავიგე, ამ შენ ამბობ რომ 800,000 ხმა იყო ჯამში ოპოზიციამ, 1,100,000 თუ 1,100,000 რაღაცა დაიწერა მე ამას ვამბობ ოფიციალურ მონაცემში. ოცნება, მოკლედ ითვლება რომ სადღაც 400,000 ხმით მოიგო ოცნება, მე საითვლება 300,000 ხო 300 მეტი ხო რაღაც 300,000 მეტი იყო სხვაობა და რა თქმა უნდა იყო გაყალბება მანდ დიდი ნაწილი იყო გაყალბება შენ ამბობ რომ რაღაცა ვერიფიკაციის აპარატის გამო რაღაცა მე მაგის არ მჯერა რომ მაგით გაყალბდა არჩევნები მაშინ ამიხსენი
როდესაც პრეტენზია ქონდა ოპოზიციას, აი ეგ აპარატები რო გახსნილიყო. მაგ აპარატებზე ოპოზიცია ამბობდა რომ აი ისა კარგი აპარატი. ხო და აი ეგ არის პრობლემა, მეც ვიტყვი. გახარია ითხოვდა სხვათა შორის. მე გახარია ითხოვდა კიდევ უფრო ლაითმონს, რომ უბრალოდ გავხსნათ და ყველა მოქალაქეს შეეძლოს თავის გადამოწმება. იქ ვერიფიცირებული არის თუ არა უბანზეო, იმიტომ რომ შეიძლება არ იყო კაცი არჩევნებზე ნამყოფი შეიძლება. უნდა გახსნილიყო, გავიგე, მაგრამ იქ რო ყოფილიყო. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ გავიგე, რა თქმა უნდა მოხდებოდა, მაგრამ იქ რო ყოფილიყო. კეთრი იქ შეიძლება მომხდარიყო თუნდაც 20 ან 40 ან 60,000 გაყალბებაც. ეგეც იყო, რავი, 60,000 კი არა, 4,500 რო ყოფილიყო გაყალბების წლისა, ეგეც უზარმაზარი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ მე გეუნები ჩემ აზრს და ჩემ რწმენას, ჩემი აზრით და ჩემი რწმენით, თუ ამ ქვეყანაში ივანიშვილი არის და თუ ამ ქვეყანაში ივანიშვილი ურჩება სუსი, ურჩება ფული, ურჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და ტელევიზიები და ასე შემდეგ, რაღაცა კანონში შეიტანს ცვლილებას, გაყალბება მაინც იქნება, მე არ უყურებ ამას დრამატულად და არ მგონია რომ მაგ ფაქტორის გამო იყო რა წააგო და მე რომ აუცილებლად მაგ ფაქტორის გამო იყო რომ წააგო ოპოზიცია მარჩონი. ანუ ეგრე რაღაცა დეტალებში არ უყურებ მაგას. როგორ იყო თქვი მერე ხო ეგრე ხო ჩამოვართმევს მერეც. მაგას გეუნები ზუსტად რომ მერეც ხო შეუძლია ჩამოვართმევს. ხო და გაყალბებაა ეგ, მაგრამ მე გეუნები რომ ხმა მოგაკლო. იმპირადობას საწაიღებს. ხო და პირადობის მოწმობა 2024-ში რო გამოვართვა, 2028-შიც ხო გამოვართვებს. ხო და მაგას ვამბობ რომ მე ვამბობ ესეთ რამეს. ან მიუხედავად იმისა, შენ რასაც ლაპარაკობ, კი ბევრი რამე უნდა გამოვასწორებიოთ ოღონდ. რასაც ლაპარაკობ, უნდა გამოვასწორებიოთ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ან ზოგადად ვამბობთ ესეთ რამეს, რომ არჩევნებს აზრი აქვს ხალხო ამ ქვეყანაში. არჩევნები არ გაუქმებულა და უბრალოდ რომ აი რუსული ოპერაციაა და ასე შემდეგ. არა, არჩევნებს აქვს აზრი და მაგაზე გადავერთვებით, რომ შუალედურად მოვიპოვოთ არჩევნები და შენ რასაც ყვები, მათ შორის მაგ ყველაფრით მოვიპოვოთ არჩევნები. ისეთი, რომელსაც აზრი ექნება და გვექნება იმის უფლება ხალხს უთხრათ, ხალხო, მოდით 2028-ში და დავიფიცოთ, რომ აქვს აზრი. ან მაქამდე მივდივართ და რაც ძალიან რთულია უკვე. ან თუ მაქამდე არ მივდივართ, აბა მაშინ წინასწარვე გამოვაცხადოთ, რომ ყველანი გავდივართ ბოიკოტში, ანუ მოკლედ ერთადერთი რაღაც თქვა მე და რა, უნდა თქვა, არის ორი გზა, არის ერთი გზა, ეგ არის რომ არ ვეთანამშრომლებით, ქუჩას გადავკეტავთ, ჯარიმას არ გადავიხდით, გაფიცვებს გავაკეთებთ, ჯარიმებით გავჭედავთ, ასე შემდეგ და ჩამოვშლით სისტემას, გავალთ ბოლომდე, ცუდი კარტია ხელში გადმოყრის 4-ში და ერთ-ერთი ნაწილი 4-ში დავიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ, ანუ ერთი არის, ეს ერთად კი არ ვამბობ, აი რაღაცა ეგეთი აზრები არის, რომ მოვაწყობთ დიდ ცვლილებას, ყოველგვარი რაღაცა არჩევნები იქნება მერე, ჯერ იქნება დიდი ცვლილება და მერე იქნება არჩევნები. ეხა უტევთ ბოლომდე. არის ერთი ეს აზრი, რომ ეს ბოლომდე უტევთ, არის მეორე აზრი, ჩემ აზრს ვამბობ, მე რისკენაც ვიხრები, რომ ამ ქვეყანაში ეგრე არჩევნების ჯერ ცვლილება და მერე არჩევნები კი არა, არჩევნებს აზრი არ დაუკარგოთ და შუაში რო გავჩერდეთ და არა ბოლომდე და აი შენ რაღაცაებს რო ვამბობ, ეგრე რო გამოვაგლეჯიოთ, პოლიტპატიმრები რო გამოვაგლეჯიოთ, საარჩევნო ცვლილებები რო გამოვაგლეჯიოთ და ასე შემდეგ და მივიღოთ არა ბოლომდე, არამედ შუაში და ვთქვათ, რომ კი ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი აქვს, ამას ვამბობ ერთი წელია მე რომ ეს მინდა მე. აბა მაშინ რა შეერთდა? ამას ეს მინდა მე. ნიკა შენ ამბობ შენ აზრით პოლიტიკოსის მინუსია, როცა 3-4 წუთი საუბრობ რაღაც თემაზე და არა ბიჭო, საკმარისი დრო ჩამოვაყალიბო და რამდენჯერმე იმეორებ. არა გინდა ეხლა. მე ანუ მე ნახე, მე ბევრ რამეში ვეთანხმები. მე დებატების თემაში ვეთანხმები და სულ ვიძახდი რომ დებატები საჭიროა. მე ვეთანხმები არჩევნების მნიშვნელობის თემაშიც. მართლა გეთანხმები კაცო. მე მას შორის ვიტყვი ოპოზიციის მინუს რაც ხედავ, სწორად აღნიშნა ეხა რომ მაქამდე ჯერ იძახდნენ რომ ყველა მოდით არჩევნებზე ვერ გააყალბებენ ჩვენი რამის დაიგინეს და მე მაშ კრიტიკულ მედიებში ატარეს ის კალანდარიშვილი, აი როგორ ისი რო არის ხომ, აი ესე შეაცვლეთ. საათიანი გადაცემები იყო, როგორი კარგი ისა. მე აი ერთი წამი ეხა არა ერთი წამი. მოდი ჩემ რაღაც ეხა მეც ვიტყვი რა. შენ რას იზავდი? ერთი წამი მე დამაცადა. არა ხო და მაინტერესებს. მაგ თემაზე გვილაპარაკე რა თქმა უნდა, კიდე ერთხელ ვიტყვი, მაგრამ ეხა მინდა გავაგრძელო, ეხა დავიწყე, ხო? დავიწყე, ეხა მივდივარ საათ. და იმაშიც პრინციპში თანხმდებით, რომ ეძახი რომ აი ეს ცოტა უკეთესი პირობები უნდა გამოვტყუოთ რაღაცნაირად, ხო? რომ აი როგორც მინიმუმ, რომ აი ეს რაც არჩევნების მერე გაკეთდა ეს რაღაცა დრაკონული რეგულაციები, ისინი რომ ჩახსნეს ემიგრანტები და შემდეგ ეს გააუქმოს და ასევე რაც ცხადად დავინახეთ, რაც გამაზა ოპოზიციამ გეთანხმებით, რომ ამ ვერიფიკაციის აპარატებით ესე იმაიმუნებდნენ
ეხლა ხო უკვე ვიცით. აი როგორც მინიმუმ შევა კიდე რაღაცები იყოს რაც არ ვიცით ამ წუთასაც, მაგრამ აი როგორც მინიმუმ ეს რო გამოსწორდეს და როგორ იცი რომ ანუ ეხლა რო ეუბნები იქ საერთაშორისო ზეწოლაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა რომ ანუ აი ეს არის დემოკრატიული ფორმა რომ ვერიფიკაციის აპარატზე გქონდეს წვდომა რაღაცა პირობითად რა კვალიფიციურ სუბიექტს რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას თუ არ არის იგით ადამიანს, ხო? ანუ აი ესეთ რაღაცები რატომ უნდა გააკეთოს ბიძინამ ეს ცვლილებები, ხა რაც მეთანხმები, თუ რატო უნდა გააკეთოს ეს ცვლილებები, თუ პირობითად ვამბობ ნიკა ობოლაძე, იაგო ხვიჩიან და ნაციონალური მოძრაობა იტყვის, რომ მე მაინც შემოვალ ამ არჩევნებში, თუ ესენი არ გააკეთე. მე არაფერს არ ვამბობ, საერთოდ არც პარტიამ კარცად არ შევდივარ. პირიქით, ერთი წელია მაგას ვამბობ. მაგალითი მოვიყვანე, შენ თავზე. ხო და გეუბნებით, ხო და მაშინ პასუხობ. მე ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ეგ რო არ გააკეთოს, ერთი წელია წინა წლის მარტიდან ვამბობ მაგას, ჩემ აზრს, რომ ჩემი აზრით, ეხლა ბოლომდე ვერ გავალთ, სისტემას ბოლომდე ვერ დავშლით და აღარ ვილაპარაკებ, რაც ვილაპარაკე, ამიტომ არა ბოლომდე, არამედ შუაში, ამისთვის გვჭირდება, რომ აქცია არის თუ სანქცია არის თუ ასე შემდეგ. იყოს პოლიტიკური ვაჭრობა და მინიმუმ გავიდეთ შუაში. შუალედური შედეგი დაიდოს. შუალედური, მე მგონია რომ ივანიშვილს რაღაცები აწუხებს, გინდა აქცია იყოს და გინდა სანქცია იყოს, აწუხებს ფიზიკურად, რომ არ აწუხებდეს და ჩვენ რო ხელში არაფერი არ ქონდეს საზოგადოებას, ხო? მაშინ საერთოდ არც გელაპარაკება, არც გირჩი აინტერესებს, არც სხვა არაფერი. მაშინ ბოლომდე გადაგივლის და მორჩა, ხო, მაგრამ რაღაცა ხო აწუხებს. ხო, რაღაცა ხო აწუხებს. ჩვენ თუ თვლით რომ ჩვენ მათ მცირედით მაინც ვერ ვაწუხებთ და ანუ რადგან ვერ ვაწუხებთ, ამიტომ მოლაპარაკებებს ჩვენთან არ შემოვა. თუ მცირედითაც ვერ ვაწუხებთ, მაშინ ხო, ანუ ბოლომდე კი არა, შუაშიც ვერ მოლაპარაკებებში შეიძლება იმ შემთხვევაში არ შემოვიდეს, შენ თუ ეუბნები რომ ეხა რაც არის. ამაზე შენი პოზიცია მაინტერესებს. ხო და ჩემ პოზიციას აი ეხა ესე რო დარჩეს. შენ ხვალ არჩევნებში რო შეგეძლოს. გეტყვი. არა, გეტყვი. შეხედე ამბავი რა არის. თუ ჩვენ ვუშვებთ, რომ იმის რესურსი გვაქვს, რომ ბოლომდე გავიდეთ. ხო მით უმეტეს უშვებთ, რომ იმის რესურსი გვაქვს, რომ შუაში გავიდეთ. ანუ რაღაცა შუალედური დილი გამონასქნა. თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ შუალედური დილის მიღების უნარიც კი არა გვაქვს აქეთ, მაშინ რაღა ბოლომდეზე ვლაპარაკობთ, ხო? ეგ ხო ესე არის. ხო, მაგრამ ცოტა სხვა რამეს არა, ხო და მათქმევია და გიპასუხებ. ამიტომ მე ვამბობ ესეთ რამეს. მე მგონია, რომ ბოლომდეს თავი არა გვაქვს, მაგრამ შუის თავი ნამდვილად გვაქვს. და ის შუა როგორ? ხო და მე ვამბობ მაგას, მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და რა ვიცი, ხო, ის ნახევრად ვიხუმრე რაღაცა პარტიას წარმოვადგენთ, ხო? მაგრამ მაგას ვამბობ, რომ თუ ჩვენ ნაცვლად იმისა, არის ერთი სცენარი, რომ 3 წელი ვიძახოთ ბოლომდე, არ შევიდეთ, არ ვცადოთ შუაში დილის გაკეთება, არ ვცადოთ არჩევნების მოპოვება, როგორც ასეთის და ბოლოს ვთქვათ, რომ ეხა რაც მოხდა, მაგრამ არჩევნები მოვიდა და ჩვენ ყველა ბრძოლაში გავალთ და აი რა 2025-ში რაც მოხდა, რომ ნაწილი შევიდა ოპოზიცია, ეცამ დავასრულებ. ყველა შევიდეს მერე მაინც. ანუ საბოლოო ჯამში მე მგონია რა, ყველაზე უარესი სცენარი მოხდა 2025-ში. თვითმმართველობის არჩევნებზე ნაწილი შევიდა, ნაწილი არა და შევიდა ფაქტობრივად წართმეულ არჩევნებში. მე მგონია რომ ახლაც მივდივართ ყველაზე უარესი სცენარისკენ. ეს რა არის? 3 წელი ვიძახებთ რომ ბოლომდე ვაწვევით, მერე აღმოჩნდება რომ არჩევნები მოვიდა, მერე ვამბობთ რომ ეხა ეს ბრძოლა რაც გვაქვს, როგორც გვაქვს, არასამართლიანია, მაგრამ უნდა შევიდეთ, შევალთ ბიძინა აიღებს 127 მანდატს და რავი დანარჩენი ავიღებთ დანარჩენს. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ჩემი აზრით ბოლომდეს კი არა, ოდნავ თამასა დავწიოთ ჩვენ თავში. მე ამას საჯაროდ ვლაპარაკობ და იმას არ ვამბობ, რომ ვინმე პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ილაპარაკოს ესე საჯაროდ, მაგრამ უნდა დაფიქრდეს, რომ შუამდე დავწიოთ და ვთქვათ, რომ აი რასაც შენ ამბობ, რომ აი მარტო პოლიტიკურები მარტო. არა, რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ ორი ამბავია. არა, ერთი ამბავია რეალურად. ამბავი არის, რომ არჩევნებს უნდა დაუბრუნოთ აზრი. თუ პოლიტპატიმრები გყავს, ჩემი აზრით, არჩევნებს აზრი არა აქვს. ეხლა რანაირად შედიხარ? თუ არჩევნებს აზრი არა აქვს, ისე რომ შენ ყვები რომ აი გინდა 1000 კაცი მიიყვანა, გინდა 2000 ის უბრალოდ ტაბლოზე წერს თუ ვერიფიკაციის აპარატით რაღაცას აკეთებს, მაშინ აზრი არა აქვს. არა აქვს. ხო, მაშინ თუ აზრი არა აქვს, მაგას ვამბობ, რომ ეგ უნდა დავაბრუნოთ. ანუ საბოლოო ჯამში მე რაც მინდა, არის რომ ამ ქვეყანაში ხო და პროტესტის გარდა შენ რა ბერკეცხედავ პროტესტის გარდა. ხმაში რომ გადაიხადო ფული საშუალოდ, აი წარმოიდგინე შენ რიცხვები გიყავს, აი საშუალოდ აგითვლია რა ჟდება საქართველოს არჩევნების ყიდვა? გასაგებია კი როგორ. არა, ესე დაახლოებით 400 ლაირო თითო ხმაში გადაიხადო. 150 მილიონ დოლარამდე არის რა. რომელიც არის ბიზნესთვის არის 2 თეთრი. კაი, ერთი წამი. გასაგებია. ხო და არა, მე რა მაინტერესებს, შენ რა ბერკეთს? გასაგებია, რომ ეს ბოლომდე პროტესტი და არაფერს გავიგე, რომ ეს ერთი რადიკალური მხარეა. აი ეს შუა რა შეიძლება იყოს? ახალი შარლ მიშელი გვჭირდება? პასუხობ, კი, გავიგე. ანუ მე მგონია, რომ ივანიშვილმა რამდენი ადამიანს არ უნდა დაიჭიროს ოპოზიციიდან.
რამდენი ციხეში არ უნდა ჩასვას, ვიღაცა გაამარგინალოს თუ ვიღაცას დისკრედიტაცია მოახდინოს თუ ასე შემდეგ. ჯამში მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში სადღაც მილიონი ადამიანი არსებობს. ვისაც ივანიშვილი არ უნდა და მოკალი რა, უნდა რომ არ იყოს ეს ხელისუფლებაში. ამ ხალხს ვერაფერს ვერ უსწამს. ამ ხალხის არსებობა თავისთავად ვისაც როგორაც არ უნდა გაულანძღო შენ ოპოზიცია და როგორაც არ უნდა ვიღაცა მაჭავარიანმა ხელები აქნიოს, არ უნდა უბრალოდ ხელისუფლებაში რო იყვნენ ივანიშვილი და უნდა რომ ეს შეიცვალოს, სულილება უნდა. ამას გრძნობს ჩემი აზრით ივანიშვილი და მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ ჩვენ გვჭირდება ამ აზრის, ამ ხალხის გამოხატვა საუბარში. და ეს საუბარი საბოლოო ჯამში ხო არის ან ბოლომდე რომ ეხა შენ გაიქცევი ამ თვითმფრინავით და გადმოგვაბარებ ხელისუფლებას, ან არის შუა საუბარი და ეხა შენ პატიმრებს გამოუშვებ. ეხა შენ არჩევნებს ამ წესებს შეცვლი და დაგვიბრუნებ და მივახცევთ ამ შუალებას. ამიტომ მაგაზე მიდის ლაპარაკი. მაგაზე აქცია რა. ნახე ეხა მან უნდა გადავიდეთ. აქციის მოთხოვნა რა არის შენ რა როგორ იცი მითხარი? მე ვიცი რომ არის რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს, ხელისუფლება უნდა გადმოგვაბაროს, ბოლომდე ვიბრძვით. არასწორად ხსოვდნენ. არასწორად შეიცვალა ბოლომდე. არა, თავიდანვე სხვა რამე იყო. აქციის მოთხოვნა არის პოლიტპატიმრებისგან თავისუფლება და ნორმალური არჩევნების დანიშნა. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ რა არის ნორმალური. ახლა ვიტყვი მე მაშინ. ეწამით. სხვანაირად აკავშირდი არ ვიცი. გამოიარე ხოლმე და გეტყვით. კაი, არა, შენ იცი სხვანაირად, მაშინ ახლა მასეთ ლაპარაკით. ამბავი არის ის, რომ მე რაც ვიცოდი, არის ის, რომ ჩვენ ვახდენდით ივანიშვილის სისტემის დემონტაჟს ბოლომდე ბრძოლით, არანაირი არჩევნებს აზრი არ ქონდა და ასე შემდეგ წედავდით ჯარიმებით, ქუჩის გადაკეტვით, სანქციებით და დაფხულის ამბავია. ხო და მაგას ვამბობ, შეიცვალა? რა შეიცვალა? აი მაგის მე ხა მაგ შენიშნა. მე შეიცვალა? კი, მაგ შორის იგივე შენიშნა. სოტნესთანაც და ჩელესთან. შეიცვალა რამე? ნახე, თქვენ ხართ პროცესებიდან გაწეული და ჩემ მოდი ეს პირდაპირ გეტყვით. ამას საჯაროდ ამბობს ხალხი შეიცვალა. კი, დეკლარირებულია რომ 9 დეკლარირებულია რომ ბოლომდე აღარ არის და შუამდე არის. ბოლომდე არის. მე ასე ერთი წელი ორი მოთხოვნა თავიდან ბოლომდე ორი მოთხოვნა იყო ნიკა. ნიკა ნახე შეიძლება რომ იცვალა. კაი შეიძლება რომ წავდება. არ ეხა უნდა რომ ვილაპარაკოთ სიტყვა შეიცვალაზე. ერთი წამი ეხა მანიპულირებ ერთი წამი. არ შეცვლია. არჩევნების ძირითადი მოთხოვნა იყო პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ამაზე შეგვიძლია კიდე ვივაჭროთ ვიღაცას მიაშლია რომ სააკაშვილია პოლიტპატიმარი ვიღაცას არა. უნდა ვივაჭროთ და მეორე ამბობს რომ არ ვივაჭროთ. და მეორე თემა, მეორე იყო ნორმალური არჩევნები და მე ყველა გადაცემაში იმას ვყვირი ეს ნორმალური რა არის წესი რა ვთქვათ მაშინ თქო. კაი, მომისმენთ ახლა ჩემას ხო შეიძლება რომ ჩემის აზრი ვთქვა. მე გუშინწინაც და ბევრჯერ მომისმენია რომ არანაირი ვაჭრობა პოლიტპატიმრებით არ იქნება. პირველი, ოღონდ ვინც გარეთ არის, ვინც ციხეშია კიდე რო თქვას გასწორი, ანუ მისი მხრიდან კიდე ისეთი არის, მაგრამ არანაირი ვაჭრობა არ იქნება. ჩემი აზრით, ყველა პოლიტპატიმარი გამოსაშვებია და ჩემი აზრით ეს თემა სამწუხაროა, მაგრამ დასაყენებელია. მაგრამ მე მომისმენია წინა კვირაშიც, ამ კვირაშიც, რომ არანაირი ვაჭრობა არ იქნება მაგით. მე მომისმენია და აქამდე მეგონა რომ იყო ეს ბოლომდე ბრძოლა და ასე შემდეგ და არჩევნებისთვის არ ვიბრძოდით. თუ ამბავი ის არის, რასაც ეხლა მე ვამბობ და თქვენ ამბობთ, რომ ეგ შარშან იყო რაღაცა ძალიან ისა და ეხა სხვანაირად არის და ეხა თუ პატიმრებს გამოუშვებს და თუ ასევე არჩევნებს აზრს დაუბრუნდება რაღაც პაკეტით, აი რაღაც საკანონმდებლო პაკეტით, მე ეგ მინდა და ორი ხელით თანახმაო. ეგ არის, ბევრები ხა ამდენი ხანი ეგ იყო. ეს იყო უბრალოდ გარკვეული შარშანაც ეგ იყო? კი, მომისმენ ერთსა, გარკვეული სიმწოვის დრო შეიძლება ვიღაცამ ის დაიყვიროს, კი, ბიზნესად გადადგესო, იქ შეიძლება ფედერალისტებმა გზავნილი შემოიტანო, რომ ის უნდა რა ის ქონდათ. კარგი უყურებს ამ პოდკასტ ადამიანები და ეს ორი მოთხოვნა იყო. თუ მე რა მინდა მაგაზე სულ ეხა რომ მკითხო და რუსთაველზე რო შევხვდე და რა მინდა მე რომ მკითხო, მე მინდა რომ ბიძინა გაიქცეს და პირდაპირ ეს არჩევნები ჩატარდეს ნორმალური დემოკრატიული პრინციპით, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ იქ როდესაც მთელი ეკონომიკის 30%-ის მაკონტროლებელი არის ბიძინა ივანიშვილი, აქვს ყველა სპეცსამსახურები, მათ შორის შეიძლება მეტისაც კიდე რაც ესე ჰაერზე შეგვიძლია ვისროლოთ. პლუს აქვს FSB-დან მხარდაჭერა, ბევრი მე რა ვიცი, კიდე შეიძლება ხა ირანს შეიძლება ამის სარცალია, მაგრამ კიდე ბევრი რაღაცები არ ვიცით. შავი ფული აქვს უზარმაზარი რაოდენობის და არ ვიცი ცოტა მიანუტი და ბავშვი უნდა იყო რომ გეგონოს რომ შენ თუ აქ ეხა რაღაცა მითი რა ქვია იარაღებით არ დაიწყო ხალხმა სიბრი ისე არ გამწარდა და აი როგორც მაგალითად სად იყო იქ თებში და ამ ბოლო დროს ყოფილ ხარ აქციაზე? როგორ არ ყოფილი რა ვიცი არ მე ბოდიში მე არ ყოფილი ვარ და იმით მიღმაც ნიკას არა შენ რაღაც თქვა აი შენ ახლა ხო გამოხატე როგორც რატო გიკითხე ეს ყოფილი ხარ თუ არა იმიტომ რომ შენ ხარ აი იყავი მუდმივ პოლიტპატიმარი იყავი მე აქციაზე სულ და შენ ხარ ამ აქციის ერთ-ერთი რა თავარი შეგიძლია გამოხატო აზრი ამ აქციის საკითხით ჩემთვის ახლა რომ მითხრა ერთ-ერთი თავარი არ მოუხსება ხო ეგ უფლება მაგრამ ჩემი ახლა რა მაინტერესებს შენ რაც თქვი
რომ ეხა ეგეთ რთული სიტუაციაა, ვაცნობიერებ და თუ შუაში ვიქნები და არჩევნებს თუ მოვიპოვებ, ჩემთვის ოკეია, ხო თქვი. ეგ ჩემთვის ეხლა საჯაროდ არ ვიცი, ამას პირველად ვისმენ, მაგრამ შენგან, მაგრამ შეიძლება არ გადევნებდე თვალს და ახალი გამოსული ვიყავ, და ცოტნეს და შენს რომ ლაპარაკე ზუსტად ახალი ეს კი ოღონ ეთერს გარეთ, მაგრამ ეთერს გარეთ, მაგრამ შენ მაგ პოზიციას საჯაროდ ვინმე წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრში და ცდილობს რომ თავრობასთან კონტაქტი ქონდეს, რომ იცი რა არის ჩვენ ამის მიღწევა გვინდა თუ არა, ანუ ან საჯაროდ. ანუ ვინმე წარმოგადგენს პოლიტიკურ სპექტრში შენი მაგ პოზიციით? კი. აი ხა მე ხა უყურე, მე რასაც უყურებ, მართალია 20-24 წლის არჩევნების მერე ოპოზიციის მიმართ. ნდობა არა, როგორ გითხრა, ცოტა მეტი კითხვები და მოთხოვნები შეიძლება მაქვს. ამ წუთისთვის იმ ალიანსში არის ხალხი, ვინც ეხა თუ არ იტყუებიან ეს თვალებში არ მიყურებენ და არ იტყუებიან, იქ არის ლაპარაკი კონკრეტული პირობების შესრულებაზე, არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მიუხედავად გაყალბებისა, ჩვენ გვეძლევა რაღაცა, ესე რა ქვია, ლუფტი, ესე ვთქვათ, სადაც თუ აი რასაც შენ ამბობ, კარგად ვიმუშავებთ, ძალიან დაძაბულ და მჭიდრო ბრძოლაში შეიძლება 52-58 რაღაცა ესეთი დავსვათ. ამ აზრს ეხლა შენს ამ სურვილს, როგორც ერთ აქციის ერთ-ერთი წარმომადგენლის და ძალიან აქტიური წარმომადგენლის პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის იმ ცხრიანში შენი აზრით ვიღაცები წარმოადგენენ? კი, აი ნახე როგორ რაღაცა ცხრიანს ამას წარმოადგენს. აქვს შეთანხმებული რაღაც კონკრეტული პირობები, ანუ რას ეძახიან იმასა ივანიშვილის რუსულ სპეცოპერაციას და რას შეიძლება დაარქვან მეტნაკლებად არჩევნები. ხო, ანუ ისე რომ ივანიშვილი დარჩება, ისე რომ სუსი ექნება, ფული ექნება, ტელევიზიები ექნება, რაღაცები იქნება, მაგრამ მაგ პირობებშიც კი შესაძლებელია ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება. არსებობს რაღაც წესები, ამის თქმა გინდა, ხო? კი ბატონო, ჩამოვართვათ ხელი ერთმანეთს, გეთანხმები. მაშინ აქ მაგ ეხა კიდევ პირადად ჩვენთან როგორც პოლიტიკოსთან როგორ გავიგე, მაგრამ მე არ მეგონა თუ ცხრიანი მაგას აწვევდა. არ შეიძლება მე მეშლება და სხვანაირად ახმა მაგრამ ფურცაზე რაც წერია და რაც ისმის და რა ლაპარაკების გვაქვს და ზოგადად რასაც მე მაგას ვამბობ ერთი წელია და კი ბატონო ადეკვატური ადამიანი მაშინ როდესაც აი ამ მოცემულობაში რაც ქვეყანაში ხდება თავზე რო ჩამოგვანგრიეს ყველაფერი ხალხი კომბლებით არ დაძდევს იმას რა ქვია ჩინოვნიკებს ამ მოცემულობაში ვინმეს თუ იმის იმედი აქვს რომ ბიზნესს სადმე გაიქცევა ჩემს მიამიტი გავიგე შენი შესაბამისად უნდა ვეძებოთ რამე ალტერნატიული გზა და იმას რასაც შენ შუას ეძახი მე მაგის მოპოვებასაც არ უყურებ ძალიან მშვიდობიან პროცესად იმიტომ რომ მაგაზე მინიმუმ ისე უნდა გაჭედო ხელისუფლება რომ რაღაცა აი ხა არც კი გიჯდება არც კი გიმჩნევს გავიგე შეხედა აქამდე რაც ვიცოდი იყო რომ გეტყვი ხა ეცამი ამ პირობითად ერთი წლის წინ ვიცოდი რომ ბოლომდე გავიდოდით და დემონტაჟ ვახდენდით ეხლა არის რომ აი შუამდეც კი არ გიჯდება ხელისუფლებაო ბოლომდე რას გულისხმობს მაგასაც გეტყვით ჩემთვის ბოლომდე ნიშნავს პროტესტის გაგრძელებას ბოლომდე ბოლომდე ნიშნავს რომ წარმატების ბოლომდე გახვალ ეხლა შენ ამბობ რომ წარმატების ბოლომდე შეიძლება ჯერ ვერ გავიდეთ მაგრამ შუაში არჩევნები მოვიპოვოთო რავი ერთი წლის წინ მაგას ვამბობდი რომ ჩვენი მიღწევები შეიძლება დეგრადირდეს და ჯობია მალე შევიდეთ მაგ შუის მოპოვებაში თქო არ ვიცი მაშინ საკამათო რა გვაქვს ერთადერთ რამეს გეუბნები რომ კი მე ჩემ აზრს გეტყვი მაშინ პირადად რომ მე იმის იმედი არ მაქვს რომ აი ახლა აქ უბრალოდ ივანიშვილი გაიქცევა ცვლილება მოხდება და უბრალოდ მერე ჩატარდება თავისუფალი არჩევნები მე მგონია რომ შემდეგი არჩევნებიც იქნება დაძაბული და ივანიშვილის რესურსიც ქვეშ ჩატარდება მაგრამ მე ვამბობ რომ ჩემი სურვილია რომ მანამდე იქნებ თუ რამე გვაქვს ეს აქციები და სანქციები ხელში იმით ვივაჭროთ რომ ეს არჩევნები ჩატარდეს უფრო თავისუფლად შედარებით ვიდრე გავაკეთოთ ის რომ 3 წელი ვთქვათ რომ მაგათთან არანაირ მოლაპარაკებებში არ შევად არაფერი მაგათთან ის არ გვინდა და მე უცებ არჩევნების ბოლო ამ ვადის ბოლო წელს ვთქვათ რომ ეხა მოვიდა არჩევნები და რა ვქნათო შევიდეთ და წავაგოთ დიდი უპირატებითი რა ვქნა ეს ეგრეა ნახე ამიტომ შეიძლება დადგეს მოცემულობა მაგაში თამბე ნახე შეიძლება დადგეს მოცემულობა უბრალოდ მე უბრალოდ იმ სცენარსაც უყურებ რომ შეიძლება დადგეს მოცემულობა რომელსაც ეხა ჩვენ ვერ ვხედავთ რაღაცები ისე შეიცვალოს თუნდაც სანქციების თვალსაზრისით რომ ბიზნეს ივანიშვილს მოუწიოს გაქცევა ეს არ ვიცით არის ეგეთი კაი ვარიანტი ჯეკპოტი შეიძლება დაგვეცეს ეგ თუ არ მოხდება და ეხა ამხელა რესურსის ადამიანს აქ შეიძლება რაღაცით მათ შორის ახლა ადამიანები ხო ვინ შუაში არის და ვისაც რაღაც სტატუს კო მეტნაკლებად შეიძლება არ ეხება პირდაპირ ეს რეპრესიები ხო და რაღაცნაირად ცხოვრობს იმ ადამიანებისთვის ცვლილება შეიძლება სასურველი იყოს ოღონ არა რაღაც რადიკალური გზებით არამედ რაღაც კონკრეტული არჩევნებით და შენ ამ არჩევნებს აზრი დაუბრუნო ამისთვისაც საბრძოლი გაქვს და მე ხა მაგალითად აი შენთან და იგივე ცოტნესთან მქონა იგივე კითხვა ჩელესთანაც იგივე კითხვა მაქვს ხოლმე მესმის რომ შეიძლება რაღაც პროცესებში ისეთი სიტუაცია დაინახეთ რაც მეც და
რაღაც მომენტებამდე და რასაც რის გამო შეიძლება დისტანცირდით კონკრეტული პარტიებიდან, ან კონკრეტული კოალიციებიდან, რაღაც არ მოგწონდათ და იქ ამ პასუხისგებლობის გაზიარება არ გინდოდათ. დაუშვათ. ეხლაც ასეა და გამოიწიეთ. მაგრამ ისევ პოლიტიკაში ყოფნას ხო აპირებთ. მე ჩემთვის ახლა მაგალითად ერთი რომ რატო აი შუა რომ მოვიპოვოთ მაგისთვის რა უნდა გავაკეთოთ ხო ან მე რა უნდა გავაკეთოთ ხო გავიგეთ ჩემს რატო არ ინძრევთ რა თუ ინძრევით რას ვერ ხედავთ აი მათ შორის რავი თანამოაზრეების შეგროვებაზე იყო ლაპარაკი ხო გახსოვს რომ რამოდენიმეჯერ შევხვდით ხო თორე გავიგე პირველი მე კი ბატონო იმიტომ რომ მე როცა შეიძლება პასუხისგებლობისგან გაქცევის აღქმას მე არ შემიძლია ავდგე და მოვყვე ამბავს რომ ივანიშვილი სუსტია და გაიქცევა და რომ ეხა მალე გავალთ ბოლოში და ეხა ეცამ გეტყვი ხო და პასუხობ მე არ შემიძლია მე რასაც უყურებდი ბოლო წელიწად ნახევარი იყო რომ ჯარიმები რომ იყო 5000 ლარიანი ჯარიმები ჯერ იყო კამპანია და პირველი ვიყავ ვინც დავწერო სისულელია რომ ჯარიმებით გავჭედავთ სისტემას თქო და რავი მოღალატე ხარო და ესე იყო კამპანია რომ ჯარიმებით გავჭედავთ სისტემას იყო კამპანია თუ არ გადავკეტეთ რაღაცა მოხდება და ადამიანები რამდენიმე დღე ანუ 1000-ობით კაც დღემ გაატარა იმაში იზოლატორში. ანუ მე მაგ სიტუაციიდან მაშინ გამოვიწიე, როდესაც მივხვდი რომ იყო ტყუილი ის რომ ასე ჩვენ შეგვეძლო ბოლომდე გასვლა და ვერ მოვატყუებ ადამიანებს რომ ეხლა თქვენ გამოხვალთ და ვხედავ რაც ხდება ირგვლივ და აი ეს პროცესი მიგვიყვანს ბოლოში. თუ რასაც შენ ამბობ რომ პატიმრები გამოუშვან და არჩევნები მოვიპოვოთ ამ ქვეყანაში და კრიზისი ამ ეტაპზე რაღაცით გადაიჭრას და რაღაცა მოხდეს, რავი, რუბიოს შუამავლობით თუნდაც თუ ეს იქნება მოთხოვნა, რავი, არ გავალ იქიდან 24/7-ზე ვიდგები, მაგრამ ანუ რუსთაველზე თუ არის ეს ჩემი დგომა საჭირო, თუ არის დებატებზე წავსვლა საჭირო და ამის დამტკიცება რომ ხელი უნდა მოაწერონ, ყველა დებატზე წავალ, თუ იქნება საჭირო რომ არსად არ წავიდე, არსად არ წავალ. თუ ეს იქნება მიზანი, მაგრამ თუ იქნება მიზანი ისეთი, რომლისიც არ მჯერა და ვხედავ რომ არის მოტყუება და ამას ეწირება ადამიანები და უბრალოდ უბრალოდ დრო გადის და არაფერი კარგი არ ხდება და პირიქით დეგრადაცია ხდება ჩვენ მხარეს, იმაში მონაწილეობას ვერ ვიღებ. აი ხო მესმის, მაგრამ აი შენ გაქვს რაღაც ხედვა, ხო? ესე ჩუმად არ ყოფილა არც ერთი მიდი. რაღაცა ხედვა ხო გაქვს? აი მაგ იმაში კი ერთი რაც არ მომეწონა, ეხლა გითხარი კიდევაც Facebook-ზე მართლა ჩემთვის ის იყო, რომ რაღაცა ჩვენთან მოსვლა არ გინდოდა. ეგეთი ისა ბაშტირება დამჭეკერა და ეგრე იყო. ხო და ნახე რა ამაკლია. მიუხედავად მაგისა, მაინც გულშემატკივრობ, იმიტომ რომ 100 სხვადასხვაობა შეიძლება ქონდეს რაღაც საკითხებზე და რაღაც არ მოგწონდეს, რაღაც არ მოგწონდეს. რატო შეიძლება? ხოცად არ აიდენტიფიცირებ რამბო. არა, ხო, მე ხა უბრალოდ გული დამწყდა რომ ჩვენთან არ მოხვედით, თორე შეიძლება ის ფორმა არ მოგწონდეს, რა ფორმითაც იქ რაღაცა ბანერი გვეჭირა და ვიდექით. ოკეი, არც ეგ არ არის პრობლემა მართლა. მაგრამ ნახე რაღაცა კონკრეტული ხედვა გაქვს A წერტილიდან B წერტილამდე მისვლის. შუაში რაღაცები უნდა მოხდეს. ამგონ ეს რო ესე მოხდეს, უნდა იყოს შენ სირგლივ და შენთან ერთად. შენ სირგლივ ხარ რაღაცა პოპულარიზ დემოკრატია ხო? ხალხი შეიკრიბოს, რომელიც კონკრეტული ხედვით, კონკრეტული სტრატეგიით აი ამ ნაბიჯებს გააკეთებს, მოსახლეობასთან, მოქალაქეებთან ლაპარაკს დაიწყებს, აიყოლიებს ბევრ ადამიანს და რაღაც მხრივ შექმნის ისეთ მოძრაობას, რაც აქამდე, რაც განსხვავებული იქნება სხვა ოპოზიციური კოალიციებია თუ პარტიებისგან, იქნება ანტიკოცური და რეალურად აჩვენებს ადამიანს A წერტილიდან B წერტილამდე მისასვლელ ცხად გზას. აი ამაზე გაწევით კი გაიწიეთ, მაგრამ ამაზე რომ მუშაობთ. ანუ ამ ხალხის შემოსაკრებად რა საკეთებ? ორი ამბავია. კაი, გეტყვი. ანუ ამბავი რა არის? პირველი არის, რომ არჩევნების მოპოვება და მეორე არის ზოგადად ამ არჩევნები თქვა მოვიპოვეთ და აი ხა ოცნებას როგორ ვამარცხებთ. ჩემი აზრით თავარი ამოცანა ახლა არის არჩევნების მოპოვება. ის არჩევნების მოსაპოვებელია 1 წელია მე მაგაზე ვმუშაობ და ვისაც ვნახავ ეთერში თუ არა ეთერში მარტო მაგას ველაპარაკები, რასაც ახლა შენ მithხოვდა ამბობ. ვადამდელს გულისხმობ თუ რომ არა ვადამდელს გულისხმობ რა თუ იქნება გამიხარდება, მაგრამ მე ნორმალურ არჩევნების მოპოვებაში გულისხმობ რომ აი რომ გამოხვალ და დღეს ახლა ოპოზიციის ამორჩევლის უმრავლესობას რო უთხრა არჩევნებს აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში. გამოჩნდა კიდევაც 25 ანუ იმის მოპოვება რომ ადამიანებს სულ წმენა დაუბრუნდეთ რომ არჩევნებს აზრი აქვს. კი, ბიძინა არ გაიქცა, მაგრამ არჩევნებზე მოდით ხალხო. ეს არ არის მარტივი ამბავი რომ ეგ წინადადება თქვა. რომ ბიძინა არ გაიქცა
მაგრამ არჩევნებზე მოდით. ამას არ ამბობს ახლა რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის, კარგი გაგებით რადიკალურად განწყობილი ნაწილი, ანუ ისე ვთქვი. ხო და ანუ ისო არჩევნებია მოსაპოვებელი, თუ ვინმე თქვა პირველად, მე ვთქვი და ერთი წელია მაგას ვამბობ. ეგ ერთი და ეგ თუ არ მოვიპოვე და მე თუ ეგ ვერ დავინახე და რომ ეხა მე რომ რომ აი არჩევნებია მოსაპოვებელი, იმის იქით ახლა მე ხალხი შემოვიკრიბო, არა, ანუ მინდა ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ეკონომიკაში ეს ხდება თუ ის ხდება თუ რაღაცა, კი ვაკეთებ მაგას და თუნდაც რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ თავარი საკითხი არის ეს და თუ ამას მოვიპოვებთ, მერე უნდა თქვათ რომ აი არჩევნები არსებობს. მარტო ყოფნით რანაირად მოვიპოვებთ. არა ვარ მარტო არა ვარ მარტო, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი და საჯაროდ თუ არასაჯაროდ, რავი, კომუნიკაცია მაქვს და თუ რამეს ვამბობდი აღმოჩნდა რომ მართალი ვიყავი რომ არჩევნები ამ ქვეყანაში მოსაპოვებელი და ეგ არის გასაკეთებელი, ეგ ერთი და დანარჩენს რაც მეუბნები ტყუილა არა ვარ და მარტო არა ვარ, პირველი ვამბობ იმას და ვამტკიცებ იმას და თუ ვინმეს ვნახავ კერა და ვნახულობ ადამიანებს როგორც საჯაროდ ისე არასაჯაროდ ვეუბნები რომ აი ეს შუა დილია გასაკეთებელი, ერთი და მეორე რაც შეეხება იმას რომ ადამიანის გული მოიგო, ხარდაჭერა გაიზარდო და ასე შემდეგ ხო მე მგონია რომ მაგხრივაც უნდა დავდივარ დებატებზე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. პოლიტიკურ სპექტრში ეგეთი თანამოაზრე ვერ ნახე. არა როგორ არა არა გვაქვს ჯერ არ ჩამოყალიბებულა და არ უნდა თქმა. ჯერ მაქვს ესეთი პარტიაში ვარ ობოლაძე დემოკრატებში, მაგრამ სხვებსაც აქვთ კიდე პარტიები ეგეთი და ბლოკს რო გავაკეთებთ გაგაგებია. კაი და ეს ბევრ ადამიანს ველაპარაკებია რო თქვი ცუდი იმას არ გულისხმობ ინტრიგნული გაგებით, მაგრამ კოცებთანაც ხო არ გაქვს რაღაც კულუარული საუბრები რომ რაღაცა გააკეთეთ, არ გააკეთოთ თუ მარტო იმედის და რუსთავის პროდიუსერები რო გირეკავენ, ეგ კოცები გირეკავენ. არ ვიცნობ, არა ვიცნობ, თუ ვინმეს უნდა საუბარი, დაველაპარაკებოდი რომ ქვეყანაში ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩაგვიწყე რა ვინმე კოცი მოვიდეს. ხო და არ ვიცნობ, არავის და თუ ვინმე კოცს უნდა საუბარი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე აუხსნე, აი ველაპარაკებოდი დიდი სიამოვნებით. ვინც აი ოდნავ ისა. ბიძინა ივანიშვილი ტრივიალურად რო ვთქვა რა, აი რაღაც გაგეჩითა ვარიანტი ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე წუთიანი შეხვედრის, რას ეტყობდი? მაგას ბიძინას ვეტყვი თუ გამაჩითება ეგ ამბავი. მაგრამ უარს არ ვიტყობდი და რას აკეთებ თქო? იცი რა მაინტერესებს? ისე რაღაც საინტერესოზე შევთანხმდით, ანუ რაღაცა შეეცვლია შარშანდე და არა, მე მაგაზე არ შემცვლია. ნახე ორი სცენარია, ორივე სცენარისთვის უნდა იყო მზად. ოღონდ ნახე მე რას ჩემ თავთან რატო ვერ ხსნი მაგას შენი ცოტნესი და ჩელეს აი ამ წუთას პოზიციონირებას. ვიღაცებს ესე მეც ველაპარაკები, მაგრამ ორგანიზებული ფორმა რომ მიიღო და შენ როგორც რაღაცა თუნდაც ოპოზიციაში ალტერნატიული იგივე ბოლო მიზანი გაქვს რაც იმათ, ოღონ ალტერნატიული გზა არ ნახო. სხვა რატო მიაწები ეს ცოტნე და ცოტნე შენე და ნიკა ისინი კარგი ბიჭები არიან ეს ისე მართალს ამბობ. ეს ისე რა. ზუსტად. ჩელე განსაკუთრებით. თანამოაზრეები ჩელე არის ჩემი ადვოკატი. ჩელე გახდა ადვოკატი საერთოდ. ერთად რატო მოგვიხსენია? არ ვიცი. კარგი, კიდე რა მაინტერესებს ამ დებატების თემას, რახან ბევრი ვისაუბრეთ და ახლა მეორე ნაწილში გადაცემის აღარ გვისაუბრია. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლების ლოგიკასაც მე უფრო მესმის, ვიდრე ზოგადად დებატები არაფერზეო, რომ აი არის რაღაც თემები, პირობითად იმისი არ იყოს იმედის ნოემბრო კითხვა დაუსვა ბერასო, შემდეგ ალბომს როდის წერო და მსგავს თემებზე დებატები, ან ისეთ თემებზე რაც უკვე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია და მაგის რევიზია არ უნდა მოხდესო. აი არსებობს რაღაც ისეთი თემები, რაც არ უნდა წახვიდეო რა. შენთვის თუ არსებობს ეგეთი თემები? ეხლა რა ვიცი, არა, ანუ ცენზურის დაცვით თუ არ იქნება, ანუ რავი, რაღაც ალბათ რა თქმა უნდა იარსებებს ისეთია, რომ გითხრას ადამიანმა. არა, ანუ გასაგებია ეხლა უზრდებობებზე არ იგულისხმება. ხო და აბა ეხლა პოლიტიკის ირგვლივ არ ვიცი, იმან შეიძლება რაღაცა ცუდად დააყენოს საკითხი, მაგრამ თემები რომელზეც ანუ ესე თუ იქნება საკითხი, რომ აი პოლიტპატიმრები რო გყავს. დასახურეთი არიან თუ არა, ასე თუ გააკეთებენ საკითხს, რა გამოსაშვებია. აი მაგალითი რაზე წავიდა? ამათო გააკეთონ ეგეთ სიგიჟე, რავი, ამაზე არ უნდა წახვიდე კი არა და გასაგებია რომ სიგიჟეა. აი მაგალითი მოგიყვან კონკრეტულად, მაგალითად რა დროსაც ატყდა რა ეს გარჩევა, რომ აი ეს ჩვენი მომავალი ევროპაში არის თუ არა. ხო და სხვა შეხედე მათ ჰქონდათ ეგეთი დისკუსია, რომ განვიხილოთ საქართველოს და ევროკავშირი დებატებზეც იმას თვითონ ამბობდნენ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, მაგრამ რაღაცა ჰქონდათ განსახილველი. და იყო ეგ დებატი რა, ანუ ეგ ისედაც არსებობს, ანუ არსებობს თემა გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ანუ და მათ აქვთ შემოტანილი
და თვითონ ამბობენ, ანუ თვითონ აქვს მათ შორის საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვლილი და რავი, არსებობს ეს დებატი, ხალხშიც არსებობს ეს დებატი, ამას ისე არაყენებენ იმ ფორმით, რომ შეურაცხყოფა მოგაყენონ და ან რაღაცა იმასკნან და მიდიხარ და დებატად და ოპოზიციურ პოლიტიკებში, რა ქვია, ოპოზიცია კრიტიკულ არხებზე იგივე ფორმატში რატო ამბობენ უარს მოსვლას? თუ მათი არ არის მათი მოედანი და იმიტომ რავი უჭირთ. იქ ვერიგებენ დებატს. კიდე რა კითხვა მოგიწევს, შენი გაშავება რითიც სადეს მოკლედ თუ წამოძახება ერთ-ერთი, რომ შენ ნაციონალურ მოძრაობაში ყავი. მაგაზე მაინტერესებს ისა შენი აზრი, როგორ მოხდი საერთოდ მე რატომღაც მგონია რომ რაღაცა ისეთი დიდი ღირებულებებით მე რა წარმოდგენას მაქვს შენ სოფხედველობაზე, შეიძლება ისიც უფრო მარჯვნივ დგას რაღაც ღერძზე ნაციონალურ მოძრაობა ვიდრე მარცხნივ, მაგრამ რაღაცა ისეთი ღირებულებული ერთობა ვერ ვხედავდი მაშინ, რო გავიგე გამიკვირდა ეს განცდა მახსოვს ჩემი რომ ნიკა უბლაძეს რა უნდა ნაცებში თქო და როგორ მოხდა ეგეც რომ მოგვიწევ პოლიტიკაში პირველად აღმოჩნდი მანამდე რაღაც მოკლე ისტორია იყო ზურა იყო ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში და ვიყავი ზურას თანაშემწე პარლამენტში 2014 იყო 2014-15 და მე ზურასთან ერთად მოვხდი გირჩი მაგრამ მე გირჩი რაღაც სიტუაცია იყო და იქ ჩემი აზრით ვერ გამოვავლენდი ვერანაირად თავს. რო დაიძაბა გაყოფის დროს მაგას ამბობ. მანამდე იყო პირველად, ანუ გაყოფამდე იყო რომ მე გირჩიდან წავედი. მე რაღაც სიტუაცია იყო, ანუ იქ ფიზიკურად მაგას ვერ მოგვიყვები რა იყო? სახელების დაფარვის გარეშე. მაქვს მოყოლილი და ანუ მე ძველი ისტორია და აღარ არის საინტერესო, მაგრამ მე უბრალოდ გირჩი აღარ. ხო, კაი, მაგრამ გირჩი იყო და ავდექი და წავედი. რაც შეეხება მაშინ ნაციონალურ მოძრაობაში, მიშასთან მქონდა კონტაქტი, მაშინ კიევში იყო. რაღაცა იდეები იყო ეკონომიკური რეფორმების, მაშინ ვარშავის გეგმა ერქვა, გადასახადების ერთამდე დაყვანა უნდა და რაღაცა აზრები ჰქონდა. ინიციატივა იმათი მხრიდან იყო. ხო. არ ვიტყვი ესე რომ ახლა სამმხრივი იყო, ზოგადად ორმხრივი იყო, არც იმას არ ვიტყვი, ახლა მე წინააღმდეგი ვიყავი, ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი და მეგონა რა ხო, ცადე და მეგონა რომ ჩემი წვლილი შემეტანა რაღაცის გაკეთებაში, რაღაცები გამომივიდა, რა ვიცი. მაგის მერე 20-20 იქნება, 21 იქნება და 24-შიც საარჩევნო პროგრამა რაღაც ძირითადად რაღაცები, მნიშვნელოვანი მონაწილეობა მაქვს მიღებული და რაღაცა როლი მქონდა ხო და ბოლოს რატო წამოვედი ხო გულახდილობა. ანუ კურცფელად ვამბობ რომ არ მჯეროდა იმ გზის წარმატების რა და მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მისაუბრე ანუ რაღაც შეიცვალა შენი მისულიდან შენ წამოსვლამდე თავიდან გჯეროდა მე ხო და არის ეგ როდესაც არჩევნები მთავრდება ხო და რაღაცას ახალს ცდილობს ახალი ციკლივით იწყება და შენც ანუ ახალ რაღაცებსაც ეძებენ ახალ ადამიანებს ახალ მიდგომებს მიდიხარ მუშაობ გასაგებია მე ბოლოს რაც იყო არ მომეწონა არ დავინახე დიდი პერსპექტივა და გადავწყვიტე ესე ხა ყოველგვარი ზედამეტი მე ხა უფრო შენი აზრი მაინტერესებს ფინანსებთან დაკავშირებით ისეთი მძიმე მდგომარეობაა საქართველოში და პოლიტიკური აქტორების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მან ალბათ ფანტაზიაც კი არავის არ უნდა ქონდეს ამ კანონმდებლობაში, რომ ვინმე რამე, ასე ვქვია, გარისკავს და ჩაასხავს, ესე ვთქვათ, ფულს იმაში, რა ქვია, პოლიტიკაში. მე უფრო უყურებ, რომ ამ წამს მარტო იმ ადამიანების ერთობას აქვს რესურსი, რომ ბიზნეს ივანიშვილს მოუგოს, რომლებიც მოხალისეობრივად და იდეის გამო შევლენ პოლიტიკაში და რაღაცა მართლა სუფთა ხელებით და სუფთა გულით და კონკრეტული იდეებით მივლენ მოქალაქეებამდე და რაღაცას ეტყვია. შენ გჯერა ეგეთი რაღაც, რომ აი შესაძლებელია იპოვო იმდენი თანამოაზრე, რომელიც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და პოლიტიკაში შემოვიდეს და უფასოდ ფულის გარეშე რეალურად მარტო ენთუზიაზმით და შენი სიტყვით ცნობადის გახდე და რაღაცა დიდი რაოდენობის მოქალაქეების დააინტერესო შენით პოლიტიკაში. ზოგადად აბსოლუტურად ფულის გარეშე ვერავინ ვერ არსებობს და ვერც ახლანდელი ოპოზიცია არსებობს და ვერც მომავალში ვერ რაღაცა ხა ოფისი რო კონდეს და ტელეფონზე რო რეკავდე და აქედან თქვა ბათუმში ჩასვლა შეგეძლოს ხალხი. აბა ხა 10 მილიონზე არა რა თქმა უნდა საუბარი. მაგდეს ხო ფანდრაიზინგითაც მაგ რაღაცების გარეშე მინიმალურის გარეშე არაფერი არ არსებობს. იმის იქით რაც შეეხება მე მჯერა რომ მაგ პროცესში დადებითი წვლილი შეტანა შემიძლია. ეხლა რო გითხრა რომ ჯერა რომ ახლა გადმოსახედიდან გრძნობ რომ შემიძლია რომ ბიძინა შევცვალო და რაღაც ეგ განცდები მაგ არა და ისე რომ დადებითი არასერიოზული იქნება მოვთხოვოთ აბა შე როგორ შეცვლი ხა მაგას დადებითი კონტრიბუცია შეტანა შესაძლებელია მე უბრალოდ მართლა ხა ხო მე მგონია რომ ჩემ თავზე ანუ ვამბობ რომ ამ პროცესში დადებითი კონტრიბუციის შეტანა შემიძლია შეიძლება ბიზნეს ეგრე ფიქრობს
რაზე მის შეცვლაში რო ვფიქრობ დადებითი კონტრიბუციის შეტანა. პროცესში დადებითი კონტრიბუციის შეტანა შეგიძლია. დამელაპარაკოს. რაღაც პროცესები მიდის ახლა როგორც პოლიტიკურ მხარეს და ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების მხარესაც რაღაც პროცესები მიდის და მუშაობა და რაღაცა შეთანხმებები და ასე შემდეგ და მაგ პროცესებში შენ არ ხარ შესაბამისად რაღაც ინფორმაციები არ გაქვს ახლა როგორც ნახე ერთი რომ ჩემი სურვილი იქნება რომ რაღაცნაირად გამოგხედო ხოლმე ხანდახან არავის არ გამოუხატია ჩემთან კონტაქტის სურვილი, თორემ მე უარზე არავის ხო არა იცი მითი Facebook პოსტებით პოზიციონირება ისე ჩანს რომ ცოტა მართლა ახლა ჩვენ ისედაც ვიცნობთ ერთმანეთს და ისედაც რა ვიცი ერთი თაობის ხალხი ვართ და რატო უნდა მქონდეს მიუხედავად იმისა რომ რაღაცაზე შეიძლება უთანხმოება ქონდეს პირადი რავი შედეჩხუბები ყველას Facebook-ზე და მე არ ვიცი ვეჩხუბები რა კი არ ვეჩხუბებოდი რაც იყო რა ქვია საწყენი იყო რაღაცა მომეწონა ხო აი გითხარი თორე იმიტომ რომ გულშემატკივრობ თორე ხა მაჭარა გვარია მაჭავარიანი ხო მაჭავარიანს კი არ მივწვეთ ეგეც რაღაცას ხო და გება საინტერესო ხდება რაღაცა ისეთი რაც ხო შემეხმიანეთ კაი მოდი მე ესეთ ბოლო კითხვას დავსვავ აგულ არ გამაწყვეტინოთ გძლად მოდი აი ეს გასუსული მე ხა ჩამოვთვლი პოლიტიკურ ძალებს და მე დავსვავ კითხვას ნაციონალური მოძრაობა მოკეთ ეს ცხრიანი დავარქვათ ყველა ერთად პლუს ამას იაგოს გირჩი პლუს ამას გახარია პლუს ამას ლელო პლუს ამას ქოცური ეგრეთ წოდებული პროქსი პარტიები ხო ეს ხალხის ძალა და ასე შემდეგ ამათგან ანადოლიძე კაი ამათგან მე არ მოგთხოვ დაკონკრეტებას შალვა არ მგონია რა კითხვასაც ვცოვ იქ იყოს და იმიტომ არა არ მოგთხოვ დაკონკრეტებას უბრალოდ მაინტერესებს რომელიმეგან თუ გქონია ან თუ გიგრძნია რაღაცით ბევრი რამე შეიძლება გაგრძნობილონეს რომ მათ უნდათ რომ შენ იქ იყო ანუ რომელიმესთან რავი არაერთთან თუ პირდაპირ გვეტყვის საერთოდ მაგარია მაგრამ არ გვეტყვი ანუ ზოგადად ანუ არაერთი ანუ ერთი არა მეტი მაგათგან ხო მეტი პოლიტიკური სუბიექტი ყოფილა ვისაც რავი აინტერესებს ან ბოლო პერიოდში გეკითხები ხა 10 წლის წინ რაღაცა რომ ერთად ვიმუშაოთ და რაღაცა ერთად გავაგრძელოთ ხო ანუ ერთი არ არის მეტი არის ერთზე მეტი არის ხო და ეს რავი ხო ბუნებრივია კი გიორგი ძალიან გულშემატკივრობს, მაგრამ იაგოსთან თუ წახვალ აღარ გულშემატკივრობს. ბიჭო, იაგოსაც გულშემატკივრობდი იყო დრო, მაგრამ ნუ მე ისეთი რაღაცები გააკეთა. იყო დრო და მომენტი იაგოს ყველა გულშემატკივრობდით. ამით დავასრულებთ ჩვენს გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბარი გამოვიდა. რაღაცებზე პრინციპში გავიზიარეთ ერთმანეთის აზრები. რაღაცებში აღმოჩნდა რომ სხვა წარმოდგენა გქონდა და ახლა გავიგეთ რომ თქვათ არც იმდენად ვწდებით, ვიდრე საინტერესოა და საინტერესო საუბარი იყო. წარმატებებს გისურვებ შენ. ყოველთვის წარმატებებს გისურვებ იქამდე სანამ არ ვიფიქრებ და იმედი მაქვს რომ არასდროს არ ვიფიქრებ რაღაცა კოცების საქმეს აკეთებ. ამ თვითონ არ ვფიქრობ მე ასე. არა, ნამდვილად. გაიერი ვარ ამით რომ ასე არ